საღამო მშვიდობისა, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი შოუ ბიზნესური სიახლეებით მაესტროს ეთერშია კვირის ინფორმატორი. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ. რეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ ფილმზე მუშაობას მალე დაასრულებს. ორი რეპერის შავი პრინცის და ამიკოს კლიპის პრემიერა. გასული კვირის საინტერესო მოვლენების კოლაჟი. ქართველი მუსიკოსები კიევში. პოპულარული ადამიანების პირ უტყვი მეგობრები ანუ ფაუნის მნიშვნელობა შოუ ბიზნესის სამყაროში. სამამულო პრესიდან ამოკრეფილი მასალის მოკლე მიმოხილვა. სტუდიის სტუმარი თამუნა ამონაშვილი და 2000 წელს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული სოლო კონცერტი. პერკუსიონისტ კაკადუს ტელეპორტრეტი. გადაცემა რეალურის დასასრული და ახლის დასაწყისი. საქართველოში გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ ქართული კინო კვდება და ქართველებს მის გადასარჩენად ძალა არ შეგვწევს, ბოლომდე მე მგონი ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. მდგომარეობა მართალია ძალიან რთულია, მაგრამ არსებობენ რჩეულები, რომლებიც ასეთ ნოუბედობის ჟამს მაინც ახერხებენ კინოს გადაღებას. ინფორმირებულებმა იმის შესახებ, რომ ბატონი გიორგი შენგელაია მუშაობის დროს ჟურნალისტებს ვერიდან ძალიან ფრთხილად შევაღეთ გასახმოვანებელი სტუდიის კარი და გამოგიტყდებით, რომ ბატონი გიორგი არათუ მკაცრი არამედ პირიქით ძალიან კეთილგანწყობილი აღმოჩნდა ჩვენს მიმართ და უპრობლემოდ მოგვცა სიუჟეტის მომზადების საშუალება. რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, რომელიც ბოლო დროს გადაღებული ფილმით სიყვარული ვენახში, როგორც მედიის, ისე კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში სერიოზულად მოექცა, ახლახან თავის ბოლო ნამუშევარზე სახელწოდებით მატარებელი მიდის ბათუმში მუშაობა დაასრულა. ამჯერად ფილმის გახმოვანებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რის შემდეგაც გიორგი შენგელაიას მატარებელი მაყურებლამდე მალე მიაღწევს და ამავე მაყურებლის შთაბეჭდილებას დაელოდება. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალაში რჩება ქართული კინოს გარდაცვალებისა თუ მისი რეინკარნაციის შესახებ საუბრები. მოკლედ ცნობილი მიუზიკლებისა თუ იუმორით გაჯერებული კინემატოგრაფიული შედევრების შემდეგ, რომელთაც ქართველი მაყურებელი შესანიშნავად იქნობს, რეჟისორი გიორგი შენგელაია მალე ამავე მაყურებელს კიდევ ერთ ნამუშევარს შესთავაზებს, რომელიც რეჟისორისთვის ჩვეული სამარკო მახასიათებლებით, იუმორითა და სატირით იქნება სავსე. ფილმზე სახელწოდებით მატარებელი მიდის ბათუმში გიორგი შენგელაიამ მუშაობა არც თუ დიდი ხნის წინ დაიწყო. ფილმის გადაღებები თბილისში, გორში, ჭიათურასა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობდა. მოკლედ კინოჰიტების სიყვარული ყველას უნდა. ვერისუბნის მელოდიები, სიყვარული ვენახში და სხვა ნამუშევრების შემდეგ მაყურებელი კიდევ ერთხელ გაიხსენებს სამამულო კინემატოგრაფის განსაკუთრებულ გემოსა და ხასიათს. მე მოხდა ხელში ბიძინა კალანდაძის სცენარი ძალიან კარგი, ეს რომელსაც ახლა ვაკეთებ, რომელიც ჩემის აზრით ესადაგებოდა იმ განწყობილებას, რაც ჰქონდა ინტელიგენციას, ინტელექტუალებს, ჩვენ საზოგადოების ასე ვთქვათ, შეგნებულ ნაწილს იმის მიმართ, რაც ხდებოდა ჩვენ საზოგადოებაში აი ბოლო 2-3-4 წლის განმავლობაში. ძალიან იყო გამეფებული ჩვენთან ეს ფულის კეთება, ეს აფერისტობა, ეს გადაგდება, გადამოგდება ერთმანეთთან დამალვა და რაღაცები. აი კარგი ამ ფილმის, ამ სიუჟეტის არის სწორედ ეს, რომ აი სულ ნეგატიური თითქოს გმირები არიან ამ ფილმში, მაგრამ მე ვაკეთებ ისე რომ პრინციპში დადებით პიროვნებები არიან, დრო მოიტანა, გარემოება მოიტანეს ის რომ აი ასე იქცევიან. მე მგონი ფილმი ჩვენ ძალიან ჩქარა გადავიღეთ დროის ხრი. ეს დიდი ფილმია ახლა, ეს არ არის პატარა ფილმი და მე მიყვარს კიდევაც როგორ მოვაბით თავი და როგორ გადავიღეთ ასე მცირე დროში. მატარებელი მიდის ბათუმში თანამედროვე ყოფაზე შექმნილი ფილმი მეტაფორაა, რომელშიც ქართული ყოფის მანკიერ თვისებებზე აქცენტის გარდა მაყურებელი რეჟისორისთვის სახასიათო იუმორსაც უხვად ამოიკითხავს. სიუჟეტი ასეთია, რომ აი ვიღაც აფერისტები, ვიღაც ჟულიკები მიდიან ბათუმში, რომ იქ იჟულიკონ, მაგრამ აქ მატარებელი ხდება 1000 რაღაცები. ერთი მატარებელი აცდება თავის მარშრუტს. იმიტომ რომ ის მეისტრე, რომელმაც უნდა გადაიყვანოს ისრები, იმან აურია და სხვაგან გადაიყვანა. ეს მატარებელი აღმოჩნდება აფხაზეთის საზღვარზე. მერე დაბრუნდება იქიდან უკანასკნელი და რატომაც აღმოჩნდება ჭიათურაში. ეს აბსურდული კომენტია, რომელიც გამოხატავს აი ჩვენი საზოგადოების ყოფას აი იმ დროს. ყველა ჟულიკები არ ხარ, იქ წესიერი კაცი არა, ორი კაცია წესიერი. დანარჩენი მთელი შემადგენლობა არის ჟულიკებით წავს. ჩემი გმირი ერთ-ერთი მთავარი ჟულიკი.
რომელსაც ჯულიკობა არ გამოვიდეს ბოლოს და ბოლოს რაღაც ისეთი სიტუაციებია ყველაფერს ვერ ვიტყვით რომ მაყურებელმა უნდა ნახოს ეკრანზე რა ეს შენი საიდუმლოებაა ჯერ სხვათა შორის გიორგი შენგელაიამ არც ამჯერად უღალატა მისთვის ჩვეულ სტილს და ახალ ფილმში, რომელიც ბიძინა კალანდაძის სცენარის მიხედვით შეიქმნა, კიდევ ერთხელ გამოიხმო ცნობილი ქართველი მსახიობების ანსამბლი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი რამაზ ჩიკვაძე ქართულ ფილმში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. ეს არის მრავალ გმირიანი სიუჟეტი. აქ არ არის ერთი გამჭოლი ვიღაცა გმირი, პარალელური ხაზებია, პერსონაჟები არის ბევრი და სხვადასხვა ასაკის ხალხი იქ თავისი სიუჟეტის მიხედვით. დიდი ხანია მე რაც ქართულ ფილმში მონაწილეობა არ მიიღია. ეს პირველი ფილმი არის დიდი წვეტის შემდეგ. მე მინდა თუ გადავიღებ, უნდა გადავიღო ქართულ ფილმში. ეს ყველაზე დიდი სიხარულია ყველა მსახიობისათვის, რომ თავის ეროვნულ ფილმში იღებს მონაწილეობას. აი დადგა რაღაც აი დრო დაგვიდგა რომ აი საშუალება გვაქვს ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს ქართული ფილმი. ვცდილობ კარგად გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ და თუ გამოვაკარგოთ, ალბათ კარგი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ შენგელაიამ ახალ ფილმში ცნობილი სახელების გარდა შედარებით ახალგაზრდა მსახიობებიც დააკავა. მათ შორის თეატრალური სარდაფის მსახიობებიც არიან, რომლებსაც მაყურებელი კარგად იცნობს ამავე სარდაფის რეჟისორების ლევან წულაძისა და ოთარ ეგაძის სანახაობითი ხერხებით სავსე სპექტაკლებიდან. ძალიან კაი როლი მაქვს, არაჩვეულებრივ ადამიანებში ვარ, არაჩვეულებრივ მსახიობებში, არაჩვეულებრივ რეჟისორთან მუშაობ. და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მსახიობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღინიშნა, რომ ფილმი „მატარებელი მიდის ბათუმში“ შესაძლოა ძალიან წააგავდეს რეჟისორის მიერ ბოლო დროს გადაღებულ და გახმაურებულ ფილმს „სიყვარული ვენახში“, რომელშიც შენგელაიამ მოქმედება მისთვის საყვარელ კუთხეში კახეთში გადაიტანა, რეჟისორი მაინც უარყოფს ამ შეხედულებას და აცხადებს, რომ ახალ გადაღებულ ფილმსა და მის წინა ნამუშევარს შორის მსგავსება პრაქტიკულად არ არსებობს. აბსოლუტურად არ გავს, აბსოლუტურად არა. ის იყო შეკვეთა პირდაპირ, აი თემატიური შეკვეთა, რომ ეროტიული ფილმი უნდა გაკეთებულიყო, სხვა საკითხია როგორ გავაკეთე მე. მე არ გავაკეთე რაღაც მძიმე ეროტიული ფილმი, სადაც წინა პლანზე არის ეროტული ურთიერთობები, კომედია გავაკეთე, ტრადიციული, ცოლი ქმარი და რაღაც ისეთები და გადავიდან კახეთში, სადაც ესეთი გაჟღენთილი არის იუმორი და მზით. და მე ვთვლი, რომ იმ ფილმის დადებითი მხარე სწორედ ეს არის. ეს ცოტა სხვანაირი ფილმია, მაგრამ არ ვიცი, ერთი რეჟისორი აკეთებს, მის ფილმი მე გავსო ყოველთვის რაღაცით. ამჯერად ფილმი „მატარებელი მიდის ბათუმში“ გახმოვანების სტადიაშია და რადგან ქართული კინემატოგრაფი სამწუხაროდ კიდევ დიდხანს დარჩება ძველი სამუშაო ხერხების ტყვეობაში, ამიტომაც ფილმის გახმოვანებაზე მუშაობა ასევე ძველი მეთოდებით მიმდინარეობს. თუმცა თუ ქართული კინემატოგრაფის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა ასეთ დეტალებზე ყურადღების გამახვილება უადგილოც კი იყოს. ეხლა ვახმოვანეთ ფილმს. ეხლა მაგალითად სოფლიოში ბევრ ფილმებს იღებენ პირდაპირ გადაღებაზე ვიწერენ ხმას. ისეთი მოწყობილი აპარატურა აქვს, უხმაურო პირობებს ქმნიან. ჩვენ საშუალება არ აქვს, ამიტომ აი იძულებული ვართ თავიდან ეს ყველაფერი ვახმოვანოთ. და ბოლოს ისიც გახდა ცნობილი, რომ ეს ფილმი, ისე როგორც გიორგი შენგელაიას დანარჩენი ნამუშევრები, უპირველესად ქართული მაყურებლისთვისაა შექმნილი. თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შენგელაიას „მატარებელი“ თავისი სახასიათო გმირებითა და წმინდა ქართული ხასიათით გაჯერებული მგზავრებით მალე უცხოეთშიც გამოჩნდეს. შეგახსენებთ ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. კინოს თემიდან ცოტათი გადავუხო, ისევ ვიზუალურ ჟანრზე ვისაუბრებთ, ხოლო ამჯერად ვიდეოზე. დღეს კლიპის პრემიერით ჩვენ სტუდიაში ორი რეპერი მოვიდა, შავი პრინცი და ამიკო საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. აკაკი, ესე მოგმართოთ ხო? აკაკი, თქვენთვის დუეტები არ არის ახალი ხილი და არც თქვენთვის თქვენ შეასრულეთ კაბუსთან ერთად დუეტი. საინტერესოა როგორ შედგა თქვენ ამჯერად თქვენი შეხვედრა. რა ვიცი, ჩვენ უფრო ადრე ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე კაბუს და ამიკოს დუეტი შეიქმნებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, არ ვიცი ხა ამას ვერც იმას დავარქვე, ვერც ამას დავარქვე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩაიწერა კაბუსთან ერთად და მე ძალიან გამიხარდა, რომ მე ჩემთანაც შედგა დუეტი ამიკოსთან. სიმღერა ვის ეკუთვნის? სიმღერა, ნუ თემა ჩემი არის, არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილისაკი, ვინც ძირითადად მუშაობს ჩვენს პროდუქციაზე, ასე რომ ვთქვათ რა. ტექსტის ავტორი. ყველაფერი კონკრეტულად ვისაუბრებთ. ტექსტის ავტორიც მე ვარ, თემის ავტორიც მე ვარ და თქვენ ყოველთვის თავად ხნით თქვენივე სიმღერებს, ხო მე? თავისთავად, მე ვცდილობ, რომ მე შევქმნა და არ შევაწყო სხვა, იმიტომ რომ ჩემი
იდეის ბატონ პატრონი ყოველთვის მე ვარ. შემოთავაზება თქვენგან წავიდა ამიკოსთან? რა ვიცი, ეხლა მაგასაც ვერ ვიტყვით, უბრალოდ ჩვენ არ ვთავაზობთ ერთმანეთს, რაღაც იდეა რომ მოგვივა, რაღაც ხوار გავაკეთოთ და რა ვიცი, ეგეთ მომში თუ რა შემოთავაზებები და რაღაც ვერ დავარქვით ამას რა, უბრალოდ ძმაკაცური პუნქტი გვიგავია რა. ვინ არის კლიპის რეჟისორი? მე მაინტერესებს, მინდა კითხოთ ასეთი რამ, ძალიან გვანან ბოლო დროს თქვენი კლიპები ძალიან გავს ერთმანეთს, ეს რატომ ხდება? სპეციალურად გათვალეთ ასე რომ აი ესეთი გზა აირჩიეთ, რომ სულ საერთოდ ძალიან რთულია რეჟისორები, როდესაც ცდილობენ გახადონ ქართულ ქალებს, ძალიან რთულია ასეთი ქალების პოვნა. თქვენ კლიპებში ეს რაღაცა მრავლად ყოველთვის მეუბნებიან რაღაც შენი კლიპები ერთმანეთს გავსო და მე მეუბნები რომ ჩემ ყურებას გაშიშლებულ ქალებს უყუროთ არ ჯობია. არა, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ სტილისტურად ხელწერა ერთი, ანუ თქვენთან მუდამ ერთი და იგივე რეჟისორი მუშაობს? ჩემი რეჟისურის ქვეშ ხდება კლიპების გაკეთება, სადაც მე ვიღებ მონაწილეობას, ასე რომ ვთქვა, მაგრამ გადაღებით იღებს, რა ვიცი, ალბათ ჩვენი კარგი მეგობარი, კაცი, ასე რომ ვთქვა, ირაკლი ბანძელაძე ზედმეტსახელად ვაუ რა, იგი ქუთაისელი არის, ჩვენებული არის. ჩვენ მე ვფიქრობ ასე რომ ეს სპეციალურად ხდება, რომ ერთმანეთს დაემგვანოს, იმიტომ რომ რა ვიცი, ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ იმ რეჟისურას დღევანდელ რებში, რასაც ქვია, ალბათ გადახვევა ალტერნატივა და რაღაც განსხვავებული სპეციფიკით მიდგომა. ნუ ალბათ ეს თავის დროზე აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ რა. მაგრამ აი თქვენ თვლით, რომ თქვენი მუსიკა არის გადახვევა ალტერნატივისკენ, იმიტომ რომ ახლა სიმღერა სექსზე ეს ახალი არავისთვის არ არის, ხო? ამას დაწყებული ამერიკიდან საქართველოში. სექსზე სიმღერა ახალი არ არის, მაგრამ ნახო ქართველი ხალი ნახევრად ჭიშველი ეს ახალი არის ქართველებისთვის რა, ჩემი აზრით და ხვალ ზეგ შეიძლება უფროს ან მთლიანად ჭიშველიც იხილოთ ჩემ კლიპებში ხალხები ან დავს ისეთი ჩაცმულები რომ შეიძლება ვერ გაარჩიოთ რა. ნუ მაგას რომ მოგვიწევს. ანუ შეიძლება მაინც ჩავიკეთოთ მიმართულება კლიპებში. აუცილებლად შეიძლება. ამიკო, რას აპირებთ მომავალში? აპირებთ ისევ დუეტებით გააგრძელოთ მოღვაწეობა თუ სოლო კარიერასაც? დუეტებით ახლა როგორ გითხრათ, დუეტებით ერთი კაბუსთან ჩავწერე, ისიც საკმაოდ თავის საქმე გააკეთა ამ კლიპმა. აგერ ახლა შავ პრინცთან ჩავწერე და მომავალში ვაპირებ უკვე ჩემი გავაკეთო. რაც უკვე მაყურებელიც მოითხოვს, ჩემი მსმენელიც მოითხოვს, იმიტომ რომ ჩემი უნდათ თავისთავად რომ მე ჩემი მოვასმენინო, ჩემი გაკეთებული, ჩემი ნამუშევარი და ვაპირებ მომავალში ჩემი სიმღერის გაკეთებას, ჩემს სიმღერას აგრეთვე კლიპის გადაღებას და რა მივაწვი მაყურებელს და მეგონი უნდა მიყურონ ეს სიამოვნება ჩემი გაკეთებული, მე მაგის იმედი მინდა რომ მქონდეს. კლიპი მივხვდით რომ არის ზაფხულში გადაღებული, რატომ იყო აქამდე გაჩერებული? თქვენ გელოდებოდით. აჰა, მაესტროს დაელოდეთ, ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს, ნახოთ კლიპი. შავი პრინცი და ამიკო სიმღერით შენი მეგობარი. Ada. Okay, hello baby. I got ya down, alegamos. Sheni me gobari kari, chentan erta dari. Dane betavi shemi sarari sons, eto bade sakari podaris. Sheni me gobari kari, sexual urialis. Dane betavi shemi sarari chentan erta dari. Odas, me berto bibeus. Bakali sofsten da varsebo basse. Sheni arvitsi da me represavim zausen erishens me gobar kars. Magra dave vasen, tu bergamiges, vamo bigibes. Dable basalem sta shelmi tut kautetrs. Tu moknebi amchem, me maint arvin armo migonebs. Sheni me gobari kari, chentan erta daris. Dane betavi shemi sarari sons, eto bade sakari podaris. Sheni me gobari kari, sexual urialis. Dane betavi shemi sarari chentan erta daris. Dane betavi shemi sarari, arjera sheni da artavisi tavis. Chentan erta tu protavis u plataris. Sheni raz gaige brakets mi seperi kalis. Me mita shen rom, ana vishe mataro, mere me mita bego brahatar matka hidro bataro da razas
მე რომ მინდა მასაც დავაჩენო მინდა რომ ჩემი თავი მარ რეპერად ვაჩვენო შენი მეგობარი კალი ჩემთან ერთად არის დანები თავი შენთვის არ არის მომს ერთობა და საკალიფოდ არის შენი მეგობარი კალი სექსუალური არის დანები თავი შენთვის არ არის ჩემთან ერთად არის შენი მეგობარი კალი ჩემთან ერთად არის დანები თავი შენი მეგობარი კალი შენი მეგობარი კალი ჩემთან ერთად არის დანები თავი შენთვის არ არის მომს ერთობა და საკალიფოდ არის შენი მეგობარი კალი სექსუალური არის დანები თავი შენთვის არ არის ჩემთან ერთად არის მოკლედ ქართული კლიპ ინდუსტრიის კიდევ ერთი სიახლე წარმოგიდგინეთ, ახლა კი საინფორმაციო კოლას შემოგთავაზებთ, ნახოთ რა ინფორმაციები დაგროვდა გასული კვირის განმავლობაში სამამულო შოუ ბიზნესურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. კომპანია ArtProm-ის პირველი პროექტი სამწუხაროდ ჩამოყალიბებისთანავე შეწყდა. მაესტროს ერთგული მაყურებელი 4 გოგოს პირველ ვიდეოკლიპს ჩვენს ეთერში ხშირად ხედავთ. ქეთა თოფურიას რუსეთში წასვლამდე გოგონებმა ამ კვირაში შარდენ ბარში ჟურნალისტვის ფოტოგადაღებები მოასწრეს. ეს ფოტოები მალე კალენდრის სახითაც დაიბეჭდება. მოსკოვის კინოფესტივალზე, სადაც მხატვრული, დოკუმენტური და სარეკლამო ფილმები იყო წარმოდგენილი, კატეგორიაში საუკეთესო სარეკლამო ვიდეო რგოლი გამარჯვება ბასა ფოცხიშვილის სოციალურ თემაზე შექმნილმა ვიდეოკლიპმა მოიპოვა. ეს არის მაკა აროშიძის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც უნარ შეზღუდულ პატარებთან ერთად ბასტი ბუბუს ბავშვებიც მონაწილეობენ. თამრიკო ჭოხანელიძე ახალ პროექტზე ასრულებს მუშაობას, რომელიც ერთი შემოქმედისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საღამო იქნება. მომღერალი 7 წელი ემზადებოდა ამ პროექტისთვის. რევაზ ლაღიძისადმი მიძღვნილი სიმფონიური კონცერტი 2005 წლისთვისაა დაგეგმილი, რომელშიც კომპოზიტორის ნაცნობ სიმღერებთან ერთად აქამდე უცნობი კომპოზიციებიც გაჟღერდება. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალურ დრამატულ თეატრში ქართველი და ფრანგი თეატრალები ოპერეტის დადგმას გეგმავენ. პარიზული ცხოვრება. ასე ერქმევა წარმოდგენას, რომელიც გათანამედროვებული კანკანი იქნება. საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით ამ დროისთვის თეატრში მოლაპარაკებები მიმდინარეობს რეჟისორ დათო დოიაშვილსა და ფრანგ ქორეოგრაფ ფილიპ კოენს შორის. დიდ საკონცერტო დარბაზში ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველები მონაწილეობენ. თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან ჩამოსულმა ქართველებმა საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება აჩვენეს. ფესტივალი, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს, ერთი კვირა გაგრძელდება. ჟურნალმა დილა არსებობის 100 წლის იუბილე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში აღნიშნა. 1904 წელს დაარსებული გამოცემის მთავარი მიმართულება დღემდე პოპულარული რჩება არა მხოლოდ მოზარდებში. ახალ ასწლეულს კი ჟურნალის საყმაწვილო სერიის ახალი პროექტით იწყებს. თავისუფალ თეატრში ჯგუფ სეფას ბიჭების ვიდეოკლიპის პრემიერა გაიმართა, რომელიც ბატონ ედვარდ სეფაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ვიდეო რგოლის იდეის ავტორი რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლავთ, არანჟირება კი კოტე მალანიას ეკუთვნის. სიმღერა სახელწოდებით დედა რიგით მეორეა ჯგუფის რეპერტუარში. დეკემბრის თვეში სამეფო უბნის თეატრში პრემიერაა დაგეგმილი. რეჟისორი კახა ბაკურაძე მაყურებლის წინაშე სპექტაკლ ლაბირინთით წარსდგება, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას დადგმული პანტომიმური ნოველებისგან იქნება შექმნილი. ამ კვირაში პირველი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ოქროს ვარდი გაიხსნა. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს იყო პირველი წარმომადგენლობითი ფესტივალი ამიერკავკასიის მასშტაბით. მასში 18 ქვეყნის 40-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ფესტივალის ჟიურით. პოპულარული კომპოზიტორი ალან როი სკოტი საქართველოს პირველად ეწვია. ეს ადამიანი ცნობილია როგორც სელინ დიონის, გლორია ესტეფანის და სხვა ცნობილი შემსრულებლების სიმღერების ავტორი. ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წარმატებული კონკურსის შემთხვევაში ოქროს ვარდი მომავალი წლის ვარდობის თვეს, ანუ მაისში კიდევ გაიმართება.
ახალგაზრდა მომღერლის მარიამ ჩიხრაძის დებიუტი მომღერლის ამპლუაში კინოთეატრ ქოლგაში შედგა. მანანა გურგენიძის ტექსტზე სიმღერა მამუკა ბეგაშვილმა დაწერა, ვიდეოკლიპის რეჟისორი კი გიგა აგლაძეა. ვარდების რევოლუცია თემა, რომელიც ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ამ დღესთან დაკავშირებით ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ფოტოჩვენების ფონზე მედია სოფრომაძის მუსიკალური გაფორმებით და ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა. და ისევ რევოლუცია, მხოლოდ ამჯერად არა ვარდების და არა საქართველოში. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ქართველი მუსიკოსებიც ეხმარებიან და თუ აქამდე აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, ზუმბა და სხვები წვიმის მუსიკოსების სახელით იყვნენ ცნობილნი, ახლა მათ თოვლის მომღერლებით შეარქვეს. მამუკა ონაშვილი, ჯგუფი სეიშენი, გიგა მიქაბერიძე, ქუჩის ბიჭები, ლექსენი და სხვა მუსიკოსთა საკმაოდ დიდი ჯგუფი 80 კაციანი დელეგაცია 24 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქს, რევოლუციის ქარცეცხლში მყოფ კიევს ესტუმრა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ის, რომ ადამიანები, ჩვენი ძმები, დები, უკრაინელები, რომლებიც დემოკრატიას თავის ქვეყანაში ითხოვენ, იმათი ინტერესების დასაცავად და მათ მხარდასაჭერად წავედი. ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის ინტერესებს იცავენ, ეს ჩემთვის ყოველთვის ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც მით უმეტეს. გამახსენდა უცბად ის რაც ხდებოდა 1 წლის წინ 23 ნოემბერს უამრავი მილიონობით ადამიანი შეკრებილი სიცივეში, თოლში და ითხოვენ სიმართლეს. ჩვენ იმდენად დავიბენით, კაი გაგებით რომ ამდენი ხალხი ერთად ეს მუშტად შეკრული. მე ნამდვილად მაოცებ და მათი იცით რა აი ამ ყინვაში დგომ ეხლა მე არ გამყრობები იმიტომ რომ 23 შარშანაც აქ ესეთი სიტუაცია იყო. ხარდაჭერა და თანაგრძნობა ასეთი იყო ქართველი მუსიკოსების ვიზიტის მიზანი, რომელიც დამოუკიდებლობის მოედანზე გამართული კონცერტით გამოხატეს. ქართული ხალხური სიმღერისა და მრავალჟამიერის ფონზე კიევში საქართველოს დროშა ფრიალებდა და საქართველოს რევოლუციონერი პრეზიდენტის სახელს უკრაინელები საკმაოდ ხშირადაც იმეორებდნენ. პოლიტიკური მოვლენების კულტურული სახით მხარდაჭერა გასული კვირის შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა. პოლიტიკიდან თუ სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობიდან თავისუფალ დროს პოპულარული ადამიანების უმრავლესობა დასვენებას თავიანთ უწყინარ მეგობრებთან, ცხოველებთან არჩევს. იმ ოჯახებში, სადაც ცხოველები ცხოვრობენ, ფაუნის წარმომადგენლებს ძალიან მნიშვნელოვან სტატუსებს ანიჭებენ. ძირითადად ძაღლებზე და კატებზე ხშირად გაიგებთ ხოლმე დამცველია, ძიძა, მკურნალია, პარაზიტებისგან გვიხსნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა გაირკვა, რომ არა მხოლოდ შინაური და არა მხოლოდ მცირე ზომის ცხოველები ყავთ ცნობილ ადამიანებს და უფრო მეტიც ხშირად ისინი თავიანთი საქმიანობისთვის უწევენ მათ ექსპლუატაციას. ცხოველები ამერიკულ კინემატოგრაფში დიდი ხანია რაც სრულფასოვან გმირებად ითვლებიან. ამბობენ, რომ ცნობილი რეჟისორები მათთან სიამოვნებით მუშაობენ. ყოველი შემთხვევისთვის ამ მუშაობის შედეგი, ანუ მსხვილბიუჯეტიანი ფილმები, რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის სერიოზული დივიდენდების და უფრო მეტი პოპულარობის მოპოვების რეალურ შანსს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია ზუსტი 4 ფეხა გმირის პოვნა, რომელზეც გადაღებული ფილმი მსოფლიო კინოეკრანებს დიდი ხანი შემორჩება და ავტორებს არაერთ მილიონს მოუტანს. ხშირ შემთხვევაში მსახიობი ცხოველები ძალიან პოპულარულები ხდებიან და მაყურებლის მეხსიერებაშიც დიდხანს რჩებიან. მართალია მსგავსი მაგალითები იშვიათად შეინიშნება ქართულ კინემატოგრაფში, რომელიც არსებობის, ან გნებავთ არ არსებობის ახალ ეტაპს გადის, სამაგიეროდ ცხოველების როლი სულ უფრო მეტად იზრდება ეგრეთ წოდებულ ქართულ კლიპ ინდუსტრიაში, სადაც მომღერლები ხშირად ირჩევენ სხვადასხვა ცხოველებს, რათა საკუთარი ვიდეოკლიპები სანახაობრივად კიდევ უფრო საინტერესო გახადონ. ამავე მოთხოვნებით ხშირად გამოდიან ქართველი კლიპმეიკერები. მოკლედ პოპულარული ადამიანების ასევე პოპულარული ცხოველების კლიპებში მოხვედრის ისტორიები ასე გამოიყურება. ჩემთან ერთად მოიწყეს ეს ჩემი ძაღლი ბუჩი მოდია გამოიხედე სხვათა შორის ნაკოლკა აქ გადატრიალდი კვინი შეხედე იქით ბიჭო შეხედე გამოფენის
ძაღლია და აქ შტრიქ-კოდი და იმდენად საყვარელი იყო. ეხლა ძალიან საყვარელი, მაგრამ პატარა იყო, რაღაცა საოცარება თუ რაღაცა და ნუ პიკასო არ დაეჩემს დართული. და ნუ მოდიოდა ხოლმე ჩვენთან რაღაც რომ გადაწყვიტეს რომ რაღაც უნდა გადაეღოთ კლიპი, თან უკვე იცოდნენ სიუჟეტი და ჭირდებოდა ძაღლი და ნუ რაღაც ყველაზე იდეალური დღობა რაღაც ბუჩი არჩიეს და ისე ტელეზუისდაც გაგვიხთა. გადაღებებზე ნუ ის სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი დედაჩემს და ამას და ნუ სანამ დედაჩემი არ მივიდა გადაღებაზე ისე მოწყენილი იჯდა თორმე და მე როგორც კი დედაჩემი მივიდა ისე კომპლექსები მოეხსნა თუ რა. ლელას კლიპში ეს ცხოველი ძალიან სასწაულად მოხდა, ესე იგი მივიყვანეთ თუ და გადაეყო და თავარ როლში ეთამაშა რატომღაც ცხოველთა სამყარო რომ მქონდა იქ, ხო და რომ მივიყვანეთ, მე მოიყვანეს ტრიტონი, ძალიან დიდი ის რომ დასვეს, ნუ ფიზიკურად მამალი მივიყვანე და ნუ დედალის გარეშე იყო ისეთი აგრესიული საბოლოო ჯამში, რაღაც კადრებში მოხდა, ნუ მე საბოლოო კლიპში რაღაც ძალიან პატარა წამიერ კადრებშია იქ. აჩკო მეფარიძის მითხარი, იქ არის იორკშირული ტერიერი გადაღებული ჩემი ძაღლსაშენიდან. ის ფლობელობაშია ჩემს მეგობარს ხავს. ფლობელობაში დაუშვათ ნუ აი ლელა ძორწომიანს თეთრი ქარავანი თუ არ ვწდები ხო? იქ ქვეწარმავლებია და მეც დავაშობ ერთ-ერთი ქვეწარმავლის როლს. როდესაც კლიპებში ეგრეთ წოდებულ დამატებით, ანუ მეორე ხარისხოვან გმირებზეა საუბარი, თუმცა თავად განსაჯეთ, რამდენად შეიძლება ცხოველები მეორე ხარისხოვან გმირებად ვაღიაროთ, მომღერლები და რეჟისორები ზუსტად ირჩევენ იმ ცხოველებს, რომლებიც მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათთან ქართველი რეჟისორები ხშირ შემთხვევაში არც თუ დიდი სიამოვნებით მუშაობენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამათი მონაწილეობა საერთოდ კლიპში. მე ჩემ კლიპ ინდუსტრიაში მხოლოდ ერთხელ ამყავს ცხოველი გამოყენებული და ეს არის ვირი. და აცი ვაპირებ ამის გამოსწორებას და დავდვილად მინდა სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველები გამოვიყენო ჩემ კლიპში, რაღაც ესთეტიკურად და ასევე იდეურად. აი წინა კლიპში იდეურად ამყავს გამოყენებული და ამ შემთხვევაში უკვე ესთეტიკურად გამოვიყენებ ამ ცხოველებს ჩემ კლიპებში. პანტიაში რომ ვიღებდით, ესე იგი, ნუ აი მე ორი დუბლი გავიარეთ რეპეტიცია და ნუ მე ვაპირებდი უკვე ბატონ რომ თქვი და ნუ არ მოდის ეს ვირი, არ მოდის. ლალიტოტიკაშვილი და თავდა აბუდაშვილი ეკაჩებოდნენ ამ ვირს, გამოდი, ეხვეწებოდნენ, ეხლა ნუ არაფერი ვერაფერი ვერ გასტანა. ბოლოში კაი მათრახი და წამოვიდა. ნუ ზოგჯერ მიდის ძალოვან სიძლიერებზე გადადის ამ ცხოველებთან ურთიერთობა. ნუ საბოლოო ჯამში რომ მიაღწევ რეზულტატს. ცხოველების შერჩევისას როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, ხშირად მიმართავენ ამ მიმართულებით კომპეტენტურ ადამიანს, რომელიც ირჩევს ან გნებავთ არჩევს სწორედ იმ ცხოველს, რომელიც რეჟისორს საინტერესო გმირად გამოადგება. რა თქმა უნდა, რეჟისორი წყვიტავს და სცენარით უკვე გათვალისწინებულია თუ რა ცხოველი იღებულობს მონაწილეობას ამა თუ იმ ვიდეოში, მაგრამ როდესაც ისმება კითხვა და უშოთ ამ სიტუაციაში თუ რა ცხოველი ივარგებდა, შემიძლია რაღაც დარიგების და თვალსაზრისით და ურჩიო უბრალოდ რომ ჯობია ეს და ეს ცხოველი თამაშობდეს. დავუშვათ ამ როლში. ეს არის საკმაოდ რთული და თუ გამოვიდა ესეთი კარგები, სადაც ცხოველები არიან კარგად, შეგვიძლია გადაწყვეტოთ, რომ რეჟისორმა ძალიან მაგრა იმუშავა. იმიტომ რომ ცხოველების გადაღება არის საკმაოდ რთული. ისინი არასოდეს არ არიან მსახიობები, ხო? ზოგიერთი ძაღლი უკვე მიჩვეული, აი ძაღლებს ეხება ეს განსაკუთრებით, არის მიჩვეული გადაღებებს და ამ სიტუაციაში რაღაც დაჟე მოწონს. როგორც გაირკვა ქართულ კლიპებში, ცხოველების მონაწილეობის ტენდენციას განვითარება ნამდვილად უწერია. სხვათა შორის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი ფანტაზია აქვს რეჟისორს, მით უფრო მრავალფეროვანია მისავე კლიპებში დაკავებული ცხოველების ჯიში თუ სახეობა. ამ კატის გამოყენებას ვაპირებ შემდგომ კლიპში ნამდვილად და ძალიან ლამაზია რაღაც ამის თვალების და ამის ფიზიონომია ძალიან დამჭირდება შემდგომ კლიპში. ეს არის ჩემი ცხენი, ჩემი საყვარელი ცხენი, გულიანი, არის 4 წლის. ნუ ჯერჯერობით არ დამჯდარვარ, იმიტომ რომ მეშინია ძალიან არის პატარა და შეიძლება გადმომაგდოს. ნუ სხვა ცხენებზე კი პრო ასაკოვან ცხენებზე ვჯდარვარ. ნუ შეიძლება მომავალში გადავიღო ესეთი კლიპი, რომელშიც იქნება ჩემი საყვარელი ცხენი გულიანი. ნახოთ. თუმცა პოპულარული ადამიანების ასევე პოპულარული პირუტყვები ხშირად რთულად მოსავლელი და წარმოიდგინეთ რთულად აღსაზრდელებიც კი არიან.
მათი მოვლა პატრონებისთვის უმეტესად პრობლემებს უკავშირდება, თუმცა არის შედარებით მსუბუქი შემთხვევებიც, როდესაც პატრონები და მათი ოთხფეხა მეგობრები მშვიდობიან თანაცხოვრებას ახერხებენ. ჩემთვის ნამდვილად ძალიან რთულია ამის მოვლა, ეს ძმა არის, რომელიც ამას გაუძღვება და რომელსაც, როგორ გითხრა, 24 საათი ამ სამყაროს უვლის, იმიტომ რომ ამ ტრიტონებია, იქ ბაყაყი, თეთრი ბაყაყი, ნახეთ, წითელ თვალებან, ამათ რაღაც განსაკუთრებული კვება ჭირდებათ, რაღაცა აფრიკული ჯიშია და იქიდან სპეციალურად გამოგზავნილი საჭველებია და რაღაცა ძალიან დიდი ხლაფორთია საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთან ცოტა ვერ მეგობრობს იმდენად კარგად ვიდრე ჩემთან, იმიტომ რომ აი გუშინაც ხო რაღაცა მიბრაზდება სულ და თუ შემოდის ჩემ ოთახში სულ რაღაცას მიგლიჯავს ხოლმე და რა ვიცი, აბა ვერ შევაყვარე თავი, იმიტომ რომ რანც ვერ მეგობრობთ. მოკლედ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა ოთხფეხა მეგობრები დღეს თითქმის ისეთივე პოპულარულები არიან, როგორც მათი პატრონები. როგორც ამბობენ, მათი როლი სხვადასხვა მომღერლისა თუ მუსიკოსის ვიდეოებში საკმაოდ საინტერესოა. ამბობენ იმასაც, რომ ისინი გადასაღებ მოედნებზე კარგად იქცევიან. მოკლედ ცხოველების კადრში გამოჩენა ქართულ შოუ-ბიზნესში ისეთივე პოპულარულია, როგორც ამერიკულ გადასაღებ მოედნებზე, სადაც მასშტაბურ ფილმებს იღებენ და მათთვის ცნობილი მსახიობების გარდა განსაკუთრებულ ოთხფეხა გმირებსაც ირჩევენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიუჟეტის შემდეგ ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ყვითელი ჟურნალისტი დაინტერესდება ნაჩვენები ცხოველებისა და მათი პატრონების ურთიერთობით. თუ ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციები გაჩნდება მედიაში, ამას რა თქმა უნდა აუცილებლად გიამბობ. მანამდე კი ძალიან მოკლედ იმის შესახებ გაცნობებთ, რა იბეჭდებოდა გასული კვირის განმავლობაში მშობლიურ პრესაში. გამარჯობათ. პოსტრევოლუციური სიახლეებითა და საინტერესო პუბლიკაციების განხილვით თქვენ უყურებთ პრესის მიმოხილვას კვირის ინფორმატორის ეთერში მაია ჯავახიშვილთან ერთად. როგორც მოსალოდნელი იყო გასულ კვირას ქართული ბეჭდური მედია მთლიანად რევოლუციის წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიებების გაშუქებით იყო დაკავებული. მოკლედ ვარდების სურნელებით გაჯერებული რევოლუციის ერთი წლისთავი ქართული მედიისთვის კარგი, მეტიც მსუყე საკვები აღმოჩნდა. მაგალითად, ჟურნალ თბილის ელებში ისევ ყურადღებით ტრიალებდნენ სახელმწიფო ჰიმნზე გადაღებული ვიდეორგოლის ირგვლივ, რომელიც ცნობისთვის უკვე ტრიალებს სამამულო ტელეარხებზე და რომლის შესახებაც გასული კვირის ინფორმატორში ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ. ამავე ჟურნალში შეხვდებით ინტერვიუს ვიდეოს რეჟისორ გიორგი ებრალიძესთან, რომელიც იმასაც აცხადებს, რომ მას ძალიან მოსწონს ჰიმნის მუსიკა და ხშირად მღერის კიდევაც. ისე თემას ცოტა თუ გადავუხვევთ, იმასაც გეტყვით, რომ ამავე ჟურნალში აღმოაჩინეს, რომ ლექსენს თურმე უნივერსიტეტში ლოგიკას თბილისის მერი უკითხავდა. თანაც მომღერლის აზრით ზურაბ ჭიაბერაშვილს თურმე შესაბამისი სალექციო ტექნიკა და სამეთყველო აპარატი ჰქონია. 24 საათი ამჯერად დაკვირვები, თუმცა ცოტა ვრცლად მიმოიხილავს რევოლუციის შედეგებს, ამჯერად კულტურის მიმართულებით. პუბლიკაციის სახელწოდებით რისი ეშინო და ვირჯინია ვულფს ავტორი არა მხოლოდ იმით ინტერესდება, დასრულდება თუ არა ოდესმე საქართველოში კარის პოეტების ზეობა, არამედ ცოტა გაოცებულიც კი იმით, თუ როგორ შეეძლო ამათ თუ იმ მომღერალს რევოლუციის დაწყებამდე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ფლანგზე ერთდროულად ყოფილიყო და ასევე რამდენიმე პოლიტიკური პარტიისთვის ემღერა კიდევაც. სხვათა შორის ამავე გაზეთში ისიც აღმოაჩინეს, რომ რევოლუციამ ახალ საქართველოს ახალი კოქტეილი შემატა, შესაბამისი სახელწოდებით ვარდების რევოლუცია. აქვე ვკითხულობთ, რევოლუციურ სასმელსა და რევოლუციას შორის სამი მსგავსება არსებობს. ის იმ ვარდივი წითელია, რომელიც იმ დღეებში ხელში გვეჭირა, ისეთივე ცივი, როგორც ნოემბრის ის დღეები და ისეთივე ამაღელვებელი, როგორც ყველა სიახლე. ახალი ვერსია ცდილობს, რომ თუ სკანდალი ხელში არ ჩაუვარდა, ჩვეულებრივი მოვლენისგანაც კი ეგრეთ წოდებული სკანდალი გამოძერწოს. მაგალითად, გაზეთში ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ ვერ იმღერეს წლის დასაწყისში პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიალზე მაყოლა ქასრაშვილმა, ზურაბ სოტკილოვამ და ელენა უბრასცოვამ. საბოლოოდ ვერსიაში არკვევენ, რომ მათი თბილისში არ ანგნებავთ ვერ ჩამოსვლის მიზეზი კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის უყურადღებობა ყოფილა. ამ ყველაფერზე კი ოქიტაშვილი მისთვის ჩვეული ტექსტით პასუხობს. თუ ვინმეს კონცერტის ჩატარება სურდა, ჩამოსულიყვნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობდით. ამავე გაზეთში განთავსებულ პუბლიკაციაში სახელწოდებით წვიმის კაცები რევოლუციის შემდეგ ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი დრამატურგი ლაშა ბუღაძე ასეთ რამესაც კი აცხადებს. ცოტა კომიკურად მეჩვენება და მაღიზიანებს, როცა პრეზიდენტი თავის სფეროს ცდება და პიარ მენეჯერის ფუნქციას ითავსებს. მას ყველანაირ თემაზე საუბრის დრო არ უნდა ჰქონდეს. პირადად მე ძალიან მომწონს დროშა, ჰიმნის მუსიკა, ტექსტის შეფასებისგან თავ შევიკავებ. ცოტა გერბიც გაუგებარია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ასეთ თემებზე საუბარი აშკარად მოსაწყენი და ცოტა დაგვიანებულიც გია.
სხვათა შორის სკანდალებისგან მიდრეკილება გაუჩნდა ჟურნალ სარკესაც. ჟურნალში კონკურს ჯეოსტარის შესახებ საუბრობენ, რომლის პირველი ტურით სკანდალით დასრულდა. კორესპონდენტი და მისი თანამოაზრე რესპონდენტი ქალბატონი ირმა სოხაძე აპროტესტებენ მსგავს კონკურსებს. როგორც გავიგე, ეს პროექტი თურქული მოდელი ყოფილა, ამიტომ ორგანიზატორებს ურჩევდი ისევ თურქეთში ჩაატარონ. და თუ ქართველებს უკეთესი კონკურსის მოწყობა არ შეგვიძლია, მაშინ ჯობია ამ ყველაფერს თავი დავანებოთ, აცხადებს ქალბატონი ირმა. შეგახსენოთ, რომ ასეთი აღშფოთება კონკურსიდან, რომელზეც საუკეთესო მონაწილეს ხალხი SMS-ების საშუალებით ავლენ და ერთ-ერთი გოგონას გამოთიშვამ გამოიწვია. რაც შეეხება ჟიურის წევრებს ნიკა მემანიშვილსა და ნუცა ჯანელიძეს, ისინი აცხადებენ, რომ ჟიური ამ შემთხვევაში ვერაფერს იზავდა, რადგან ყველაფერს ხალხი და მათი SMS-ები წყვეტდა. საინტერესოა, რომ სამამულო კონკურსები როგორც წესი ასე სრულდება ხოლმე. ამ ყველაფერს გრამატიკულად ტავტოლოგია, ჩვეულებრივ ენაზე კი ტრადიციული ქართული კონკურსების ჩატარება ეწოდება. და ბოლოს ცოტა გასაკვირია, რომ გასულ კვირას რამდენიმე ჟურნალს ერთდროულად გაახსენდა მსახიობი ნიკო გომელაური, რომელმაც არც ერთისთვის არ დაიშურა საკუთარი დრო და ყველა ჟურნალის მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი გასცა. მოკლედ კვირის გმირი ნიკო გომელაურია, რომელიც ელიტარულ ქრონიკაში იმასაც კი აცხადებს, რომ სერიალში კექსი დიდ ქალაქში მისი გმირი ზუზი თურმე იმპოტენტია და შიგადაშიგ ამნეზიაც კი ემართება. სხვათა შორის გომელაური იმასაც შიშობს, რომ მისივე გმირის სახელი, ანუ ზუზი, არ შერჩეს ისე როგორც ეს მალხას ქვრივიშვილის შემთხვევაში მოხდა. მოკლედ გომელაური უნდა დავამშვიდოთ, რომ ალბათ ეს ასეც მოხდება, რადგან ეს სერიალის ეფექტია და მისგან თავის დაღწევა ნამდვილად ძნელია. ამავე კვირას იმასაც შეიტყობ, თუ როგორ პარავენ ხელჩანთებსა და კოსმეტიკას ცნობილ ადამიანებს, როგორ გაათხოვებს ნინო ზაუტაშვილი ინგა გრიგოლიას საახალწლოდ, რატომ დადის 11 ნომრიანი მაისურით ნიკო ლეკიშვილი, როგორ კერავენ ფეხსაცმელებს ავთანდილ ცვიტინიძე და ლელა წურწუმია, ასევე როგორ გადაუხადა დაბადების დღე ნუგზარ კვაშალმა პიერ რიშარს თანაც საქართველოში. აი ასეთ იყო პრესის მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. დაგველოდეთ ამავე რუბრიკაში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას. ნახვამდის. ასე გამოიყურება დღეისათვის სამამულო პრესა, როგორ სახეს მიიღებს ის მომავალში, რა თქმა უნდა, დეკემბრის პირველივე კვირას შეგატყობინებთ, მანამდე კი სამშაბათს გამოვა ჟურნალი მაესტრა, რომელიც გთავაზობთ. დაუბრუნდება თუ არა სოსო თოლორაია, ყოფილ აქ 3 წერტილია, სტატიიდან გავიგებთ ვის ან რას. ჩვენი რევოლუციონერები უკრაინაში, რისი ეშინია დათო გომართელს, ერთი დღე გიგა კვენეტაძესთან ერთად და ნაჩუქარი დუეტი, ვინ არის ქალბატონი იქსი, რომელსაც ოქროს ფაფრიან ცხენს ამსგავსებენ, რატომ არ სჯერა ნინას კაცების და ვინ აფინანსებს მის შემოქმედებას, თამთა გოგუაძეს მამა პამიდრით აშინებდა, ტესტი, ჰოროსკოპი, უცხოური შოუ-ბიზნესის ახალი ამბები, კარაოკე, ლელა წურწუმიას ჯადოსნური გამოცანა, ვიქტორინა და ბევრი პრიზი. ასეთი იქნება ჟურნალი მაესტრო მომავალ კვირას. ხოლო რაც შეეხება ტელემაესტროს, თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ ტრადიციად დავამკვიდრეთ ყოველი კვირის ინფორმატორის შემდეგ კონცერტების ჩვენება და ძალიან ბევრი კონცერტი ნახეთ, ზოგი სრულიად ახალი, ანუ პრემიერა და ზოგიც მივიწყებული, მაგრამ თქვენთვის კარგად ნაცნობი. დღესაც ერთ-ერთ ასეთ კონცერტს შემოგთავაზებთ, ზუსტად 5 წლის იუბილე უსრულდება ამ კონცერტს. 5 წლის წინ 2000 წელს 1 დეკემბერს შედგა ეს კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში, საუბარია თამუნა ამონაშვილის სოლო კონცერტზე და თამუნა დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა. პირველ რიგში სანამ კონცერტზე ვისაუბროთ, უნდა გითხოთ რა გამოხმაურება მოყვა იმ კლიპს, რომელიც წინა კვირის ინფორმატორში შევთავაზეთ მაყურებელს. ანუ ეს თქვენ უნდა ვით. თვლი რომ ძალიან კარგი, იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან დიდი ემოცია ჩაიდო აი ამ კლიპის მუშაობის დროს. და არა მარტო ჩემი აზრი, არამედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანის აზრი არის ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი ქართული კლიპი ინდუსტრიაში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი. და მე ძალიან მიხარია, რომ რაღაცა შევძელით და ჩვენ შევქმნით რაღაცა ეს ნაბიჯი, რასაც თქვენ ნამდვილად ნაბიჯი, რომ რაღაცა შეიცვალა, რაღაცა ტენდენცია დაიწყო, რაღაც ლამაზის, კარგის, უფრო ისეთი შეიძლება ასე თქვა დონე ნიშნულოვანი ცვლილება მოხდა. ხო, რა თქმა უნდა, ცვლილებები თავისთავად, ცვლილებების გარეშე ალბათ ვერც ვისაუბრებდით ასე ამაყად და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი ემოცია რაც ჩაიდო აი ამ კლიპში, აი ამ მუშაობის დროს თითქმის 100%-ით გამართლა, თითქმის. თამნა კონცერტი, რომელიც დღეს თქვენ მოგვიტანეთ, იყო დიდ საკონცერტო დარბაზში, მე მგონი თქვენი პირველი სოლო კონცერტი. ხო, ეს იყო პირველი სოლო კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში, მაგრამ მანამდე მე ბერიკონში გავაკეთე ეს პატარა გაბარიტებით, ასე ვთქვათ. იგივე პროგრამა. იგივე პროგრამა იყო ბერიკონში.
და შემიძლია ვთქვა, რომ აი თითქმის პირველი სოლო კონცერტი, ესეთი შოუ სოლო კონცერტი ვიტყოდი ესე ამაყად, რომ მე გავაკეთე, შემდეგ წამოვიდა უკვე რაღაც ეს ტენდენცია სოლო კონცერტების შოუს დადგმა, ну არა მარტო ჩვეულებრივი კონცერტი, არამედ თავისი შოუთი, ეს ცოცხალი რაღაც სანახაობრივი შოუ. და შემდეგ უკვე ამ ბერიკონის შემდეგ გადავწყვიტე რომ ეს გადამეტანა დიდ საკონცერტო დარბაზში, საკმაოდ დიდი შრომის ტოლფასი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ დამეთანხმები ვაკარო, შრომის გარეშე ალბათ ვერაფერს ვერ მიაღწევ ადამიანი, თვითის ნიჭიერებაც კი მე არაერთხელ მისაუბრე ამ თემაზე, შეიძლება დაიკარგოს ის ნიჭიერებაც კი ადამიანს, რომელიც არ არის შრომის უნარიანი და თუნდაც ნახევრად ნიჭიერი იყო, თითქმის წარმოჩინდები როგორც ძალიან ნიჭიერი დიდი შრომის ტოლფასად. თამნა, აი დიდი დარბაზი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიჩვეული იყავით ამ დარბაზს, იმიტომ რომ ივერიაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მღეროდით, ხო? მაინც ნუ სოლო კონცერტი ერთგვარი ორმაგი პასუხისმგებლობაა. აი როგორ შეეჭიდეთ? მე ვიცი რომ თქვენი მეგობრები გეხმარებოდნენ, აჩიკო მეფარიძე თუ არის დები დამდგმელი რეჟისორი. ჩემი რეჟისორი იყო, უბრალოდ მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ იცით აჩიკოს ხედვა მე ძალიან ნიჭიერი ადამიანია, თითქმის ყველა მიცის და ჩავთვალე საჭიროდ, რომ აჩიკო ჩემს გვერდით მდგარიყო და თითქმის ვიტყოდი, რომ რაღაც თუ 100 არა 99% მაინც აჩიკომ თავისი მისია ძალიან კარგად შეასრულა ამ კონცერტთან დაკავშირებით. Ну, რა თქმა უნდა, არ არსებობს კონცერტი, არ არსებობს რაიმე შექმნა, ანუ დიდ სცენაზე რაღაც პატარა ლაფსუსი არ იყოს. Ну, რა თქმა უნდა, აქაც იყო რაღაცა პატარ-პატარა ლაფსუსი, მაგრამ ეს ამას მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდი და ეს ვერანაირად ვერ შეამჩნია მაყურებელმა და მსმენელმა. სხვადასხვა პირველი ესე დიდი შოუსთვის წამყვანად იყო თქვენივე თანამშრომელი, ასე ვთქვათ, სოსო თოლერაია, რომელმაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი ამ შოუს თვითონ კონცერტის მსვლელობას, მით უმეტეს რომ მართლაც ეს ლაფსუსი, რომელიც პირველად დაწყების წუთიდანვე მოხდა, რომ არ შეერთდა რაღაც მიკროფონი და ეს რაღაც ჩვეულებრივი თემა. არ შეერთდა და ნუ რაღაცა სოსომეს ყველაფერი იმდენად ლამაზად წარმოაჩინა, რომ ფაქტიურად ყველა კმაყოფილი ვიყავით ამის შემდეგ. თამნა, როდესაც დღეს, აი 5 წლის შემდეგ უყურებთ აი ამ კონცერტს, რა არ მოგწონთ, ან რა მოგწონთ, რას შეცვლიდით? იცით, აი ყოველ რა შეიცვალა მას მერე თქვენ ცხოვრებაში და რეპერტუარში? ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი შემიძლია ვთქვა. ფაქტიურად აბსოლუტურად სხვა ხედვა მაქვს დღესდღეობით მე და რომ მკითხო დღეს რა შეცვლიდი, ალბათ ყველაფერს შევცვლიდი, მაგრამ იმ პერიოდისთვის აი თითქოს რაღაცა ბედნიერების მორევში ვცურავდი, ბედნიერებისგან და სიამოვნებისგან, რომ მე შევქმენი და გავაკეთე რაღაც ისეთი, რომელიც იყო განსხვავებული. Ну, რა თქმა უნდა, ჩემთვის თავისთავად ღირებული იყო, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის პირველი და აი საოცრად ბედნიერი ვიყავი, ხომ აი შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ხმამაღლა ვამბობდი ამ სიტყვებს, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მე გავაკეთე ის, რაც მე 17-15 წლის განმავლობაში, არა, მაშინ უფრო ცოტა, ალბათ 12 წლის განმავლობაში ვფიქრობდი იმას, რომ მე რაღაცა ღირებული შემექმნა, ან რაღაც ისტორიას დარჩენოდა და მე რაღაც დიდი გამეკეთებინა და ფაქტიურად ვიტყოდი, რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, რომ თქვენ ისეთი მომღერალი იყავით, რომელსაც ივერიაში არასოდეს არ გიმღერიათ ფონოგრამაზე, ეს შოუ მაინც ალბათ მოითხოვდა ფონოგრამას გამომდინარე. იცით რა არის, აქ იყო გამომდინარე იმისა, რომ ხო, ცეკვები, აქ ძალიან რთულია, იცით, აი საზღვარგარეთ, თითქმის მთელი წელი მომღერალი მხოლოდ ფიქრობს სიმღერაზე, მხოლოდ ჩაკეტილები არიან ოთახში, სადაც მიდის რეპეტიცია მთელი დღეების განმავლობაში, ანუ 1 წლის განმავლობაში და 1 წლის შემდეგ ისინი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობენ თავს. სამწუხაროდ აქ ეს სპეციფიკა ნაკლებად არის, მაგრამ მე ამაში დამეხმარე ჩემი დიდი გამოცდილება, რაც ხდებოდა ივერიაში, აი ამ 7 წლის განმავლობაში, ფაქტიურად დღეში 4 კონცერტი 4 სეანსი, ეს არ არის პატარა რაღაც, ხო, ერთი კონცერტი რომ მქონდეს დღეში, საოცრად იღლები, ხო, ადამიანი და ჩვენ 4 გქონდა. Ну, მაშინ რა თქმა უნდა, უფრო პატარებიც ვიყავით, უფრო დიდი ენერგიაც და უფრო დიდი შემართება იყო. მაგრამ აი მე ვთვლი, რომ აქ არ არის ის ტენდენცია, რომ მსახიობმა იგრძნოს თავი, როგორც თევზი წყალში, კიდევ ერთხელ ვიმეორო.
აქ არ არის ძალიან ბევრი რამ საიმისოდ, რომ მსახიობმა თავისი შესაძლებლობები ვოკალურად იქნება თუ სულ ერთიანო ეს სცენაზე რაც საჭიროა, ეს მოძრაობა, ლაპარაკი, ყველაფერი. თუმცა უფრო ადვილი არ არის იმღეროს ცოცხლად, იმიტომ რომ არ ხარ დამოკიდებული ფონოგრამაზე, აპარატურაზე. ადვილია, მაშინ, როდესაც შენ გაქვს ძალიან დიდი დრო დათმობილი რეპეტიციებისთვის, ანუ ძალიან ბევრი რეპეტიცია გაქვს. რეპეტიცია ეს არის ეს პერიოდი გაგელოცა რეპეტიცია. იცით აბსოლუტურად ყველაფერი, ჯერ არ არსებობს დარბაზი, არ არსებობს სიტუაცია, არ არსებობს აპარატურა, სადაც შენ შეგიძლია ცოცხლად იმუშაო შენ საკუთარ თავზე. არ არსებობს ანსამბლი, რომელიც შენ უნდა გყავდეს. ხო, შენ უბრალოდ ფონოგრამებს აკეთებ, იმიტომ რომ არა გაქვს შესაძლებლობა, რომ ანსამბლს გადაუხადო ყოველთვიურად რაღაც ხელფასი. უბრალოდ მდგომარეობა არ არსებობს, მე ვფიქრობ, საიმისო, რომ თავი ნორმალურად იგრძნოს ყველამ, ხო? კვირაში ერთხელ მაინც კონდეს კონცერტი. ნუ თქვათ არ კონდეს კონცერტი, ხო? ერთი წელი ემზადო. აი ერთი წელი ხომ უნდა გადაუხადო ხელფასი აი იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურია. ანუ მაინც საბოლოო ჯამში მივდეთ ისევ ფინანსებთან. აუცილებლად ფინანსებთან და აი ამიტომ ვიზახით ეს შრომა ძალიან ხშირად უაზროდ მიდის ჩვენი შრომა, შრომობთ, მაგრამ არაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ არ არსებობს ხელფასები, არ არსებობს თანადგომა. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროა, მაგრამ თითქმის ყველა შტრიხი მიდის ისევ ფინანსებთან, ხო? აი, როდესაც არსებობს რაღაცა ფინანსური, თუნდაც ნახევარი რაღაც საიმისო, რომ შენ ცოცხალი ორკესტრი ყავდეს და მას გადაუხადო ყოველთვიურად, თუნდაც არ გადაუხადო, შენ შესაძლებლობა გქონდეს, რომ თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც გქონდეს კონცერტი, ისეთი დონის კონცერტი, რომ შენ დაგაფინანსონ ისე, რომ შენი თანამემამულები, შენი მეგობრები, ანუ შენი კოლეგები დააფინანსო, ნუ იცი რაღაცას გარისკავდი და რაღაცას გააკეთე, მაგრამ სამწუხაროდ საამისოდ არაფერი არ არსებობს. აი, უბრალოდ ელემენტარული დარბაზი არ არსებობს საიმისოდ, რომ შენ მიხვიდე და შენთვის ცოცხლად იმუშაო. მე უბრალოდ დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც მომწეს მე იმის საშუალება, რომ აი მე იბერიაში ხომ მე ძალიან ხშირად ვამბობ, უბრალოდ ხშირადაც მეკითხებიან, რომ მე უბრალოდ დავიწყე იბერიდან. იქ მართლაც საოცრად ვგრძნობდი თავს, იმხელა პროფესიონალიზმი ავიღე აი ამ ადამიანებისგან და აი ამ წლებისგან, რომ მე მახსოვს, რომ ჩვენ რეპეტიციასაც ვერ ვასწრებდით, აი პრაგონი, რომელიც ხალხის გარეშე უნდა გაგველო, ჩვენ პრაგონი ხალხთან ერთად აი საუკეთესო რეპეტიცია თვითონ კონცერტი იწყებოდა, კონცერტი იყო ჩვენი პირველი პრაგონი და ისე ვართმევდით იმდენად, იცი მე გაოცებული ვიყავი აი ამ ადამიანების პროფესიონალიზმით, ნუ მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ნუ მე გული, ნუ აი ესე მიცემდა რომ სადღაც აი ესე გაოცებული ვიყავი. ისინი ისე ჩვეულებრივად გადიოდნენ აი ამ პრაგონზე. ანუ ის კონცერტი იყო, პირველი კონცერტი, მათთვის ის პრაგონი ისე ჩვეულებრივად ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ აი მართლა გაოცებული ვიყავი. ხო, იცი და შევითვისე ეს ყველაფერი ის გამოცდილება რაღაცა. ნუ ძალიან ცუდია, იცი ძალიან ცუდი რაღაცები ტრიალს. უბრალოდ ყოველს აქვს იმის რაღაცა საზოგადოებამ თითქოს აითვისა რაღაცა წინადადებებისა. იცი თქვენ ცოცხლად მღერი, არ მღერი ხართ თქვენ ჩვენ სხვა თემაზე გადადიოთ, გადაცემის მაგრამ აი ამასთან დაკავშირებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შენ რა გაქვს გარშემო და რა შეგიძლია, ხო? და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ იმ რაღაც ცოცხლად შესრულებაზე, რა თქმა უნდა, ყველა მომღერალს ეს არის უდიდესი სიამოვნება, როდესაც შენ ცოცხლად მღერი ხარ და შენივე შეგრძნება შენ თვითონ გრძნობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ აი ამ ჩანაწერისთვის, იმიტომ რომ მაესტროს საკონცერტო არქივს კიდევ ერთი ისეთი საგანძური შეემატა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მომავალი სოლო კონცერტისთვის ჩვენ ისევ შევიკრიბებით ამ სტუდიაში. აუცილებლად სადღაც 1 წლის განმავლობაში მე ვფიქრობ სოლო კონცერტზე და სადღაც 1 წლის შემდეგ მე ალბათ განვახორციელებ. ისევ ჩემი მეგობრების თქვენი თანადგომით და საერთოდ ყველა იმ ადამიანის თანადგომით, ვისაც მე უყვარ ვარ და ვისაც სურს რომ რაღაცა შევქმნა და გავაკეთო. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თამუნა ამონაშვილის სოლო კონცერტს თქვენ ინფორმატორის დამთავრებისთანავე იხილავთ, ახლა კი ეთერში ტელეპორტრეტის დროა. კაკადუ ეს ის თუთიყუშის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ძალიან ჭრელი სახეობაა და ტიპობრივი გალიის ფრინველიაო, ასე წერია ენციკლოპედიაში. მინდა რატომ დაარქვა დათო მაჭავარიანს ეს სახელი, მოგვიანებით შეიტყობ. ერთ კი გეტყვით, რომ ამ ადამიანის ბუნება გალიის ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდება, ის ძალიან თავისუფალი შემოქმედია და მისი საქმიანობაც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თვითის ფრინველი, ვის ზედმეტ სახელსაც ატარებს. ტელეპორტრეტში სწორედ კაკადუს შეხვდებით.
90-იან წლებში, როდესაც თბილისის სარდაფებში ჯერ კიდევ მკვეთრად იგრძნობოდა ალტერნატიული მუსიკისა და ხელოვნების სურნელი და როდესაც ჯერ კიდევ ეთაყვანებოდნენ ძველ კერპებს, ქართული მუსიკალური კონტრკულტურის 90-იანი წლების თაობის გვერდით დათო მაჭავარიანი, იგივე კაკადუ გამოჩნდა. დღეს უკვე ერთ-ერთი ცნობილი პერკუსიონისტის ანგარიშზე სცენაზე პრაქტიკულად ყველა მუსიკოსთან ერთად გამოსვლა ირიცხება, რომელთა შემოქმედება კონტრკულტურას, ანუ მიწისქვეშა ხელოვნებას უკავშირდება. დათო მაჭავარიანის მუსიკალური ბიოგრაფია გოგი ძოძუაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფთან Modern Mondays, ასევე ჯგუფ Afternoon Version-თან არის დაკავშირებული, რომელთა წევრების ნაწილი ამჟამად ამერიკაში, ნაწილი კი ევროპაში ცხოვრობს. სწორედ მათთან ერთად დაიწყო კაკადუმ განსხვავებული მუსიკის შრეებში გარკვევა. 90-იანი წლების ერთ-ერთი გმირის მუსიკალური ისტორია ასე იწყებოდა. ერთ სტუდიაში დავდიოდით მე და გოგლიკა. ფარეშიშვილი. სადაც მე და მარკეს კაკადუ, რომელსაც მე განახე. იქ შევიკრიბეთ, გადავწყვეტეთ, რომ გავაკეთოთ ბენდი. ბენდი გავაკეთოთ და რაღაცა ტუსოვკა იკრიბებოდა. სადაც აგრეთვე გავისანის ზურა მემანიშვილი და კახა ბუაჩიძე, სლეერები ორივე. ჩართული წვეტიანი გიტარებით, ესეთი დრაივებით და ბევრი ეფექტებით. უკრავდით, მოვედით აქ. მოვედით აქ და აქ ერთ დღეს გამოგვიცხადეს აი აქ, აი ამ სადაც ახლა მანქანა დგას, რომელიც არის სიმბოლო, ესე იგი, იმისი რაც ხდებოდა. მაგრამ მაინც აი იმ კარებში შიგნით იყო სტუდია. აი აქ ჩვენ დავიწყეთ რეპეტიციები პირველად ცხოვრებაში ბენდთან ერთად. ისეთ ბენდთან ერთად, რომელიც ზეგ უნდა გასულიყო კონცერტზე და რატომღაც დაგვთ ესნება, რომ ჩვენ გავიდეთ კონცერტზე, დაუკარეთ აი აქ. მართალია სარდაფები თბილისში მრავლად იყო, თუმცა მხოლოდ რამდენიმე მათგანიდან ისმოდა ხმაური, რომელიც ქაოსურად მოძრავ მუსიკალურ ბგერებს აერთიანებდა. 90-იანი წლების ბოლოდან მსგავსი სარდაფების ისტორია უმეტესად ახალგახსნილ კლუბებსა და დიდ სცენებზე გაგრძელდა. აი აქ ხდებოდა აი ამ კარების უკან, და შეიძლება ღია. არა. არა ეს ღია. არა, ღია ბოქლომია. აი იქ შიგნით ნახე აბარა ხდება. ეხლა არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს პადოლი იტევდა ძალიან ბევრ. ნახე ცოტა დინამიკიც გდია აი აქ. ნახე აი ეს. აი ეს იყო ჩვენი სიხარული. აქ იყო მისტერიის პადოლი. აქ უკრავდა გია მელიქიშვილი, დათო ჩხიკუშვილი, გიორგი ჩხიკუშვილი, გოგი ძოძუაშვილი, ლევანა, მაქსიმე. მეც და გოგლიკამაც აქ დავიწყეთ. მე გოგლიკა გადავიდა მანდეიში, რომელიც შექმნა გოგი ძოძუაშვილმა, დათო ჩხიკუშვილი იყო იქ. მე მაგათ მოემატათ ვაჟა, რომელიც იყო ძალიან მაგარი დრამერი აგრეთვე, რომელიც ახლა უკრავს ლადოსთან. და ფაქტობრივად აი ყველამ აი აქ დავიწყეთ. ამ სარდაფში მე მოვდიოდი და ტუსოკა იყო და უკრავდი და დაჟე ვიმღერე კიდევაც, მაშინ ესე ცდილობები მქონდა რომ ვიმღეროთ მე და გოგლიკამ. ერთად დუეტში რაღაცა რეპი გავაკეთეთ, სვარგანილი გაკოიტა ტექსტი და რაღაცა ვიმღერეთ. ნუ გასწორა, მაგრამ რაღაც ხალხი რაღაც ხო გართობა. როდესაც ხარ 15 წლის, 16-ის დაჟე 15-ის ვიყავ. მაშინ მეტი არაფერი არ გინდა, ხო? ხმაურის და გოგოების და ესე იგი იმის გარდა. დათო მაჭავარიანის დასარტყამ ინსტრუმენტთან პირველი შეხება ისეთივე მოდელით განვითარდა, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე. სამზარეულოს მოწყობილობაზე დაწყებულმა დაკვრამ კაკადუს ერთდროულად შეძინა როგორც რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე, ისე დასაწყისისთვის გარკვეული ცოდნაც. სახში მედგა დრამი და პატარა ოთახში ძალიან და ჩემთან მოდიოდნენ ვაფშე ყველა რეპეტიციები, რაღაცა ჩემები იყვნენ გაგიჟებული. მე არ ვიცი აქ რა ხდებოდა, მაგრამ ჩემთან ხდებოდა საგიჟეთი. ერთი მეზობელი გამექცა მოსკოვში, ერთხელ ჩამომივარ და ერთი ნაჯახით. სახში დავალაგე რაღაცეები, ჯამები და რაღაც. ხო იცით, ცოტა ხანი ვიხმაურე, მაგრამ მივხვდი რომ ეგ ხმაური არ არის, ის ხმაური რომელიც ძალიან მინდა რომ ვიხმაურო. ბოლოს აი ესე მარგოსთან არ ვიცი, საბოლოო ჯამში რითმი და აი დუხი რომელიც მოდიოდა, რომელიც ესე სისხლი, რომელიც ჩქარა, ხო იცით. ეგ მაგან განაპირობა ძალიან, იმიტომ რომ ეს რითმი არის ძალიან სერიოზული. მე ხა ვხვდები რომ რითმი ძალიან თვითონ ეს ბარაბანმა ძალიან დაეხმარა ჩემ რითმის გზნობას დაჟეხად ვაფშე ყველაფერშია. ამავე წლებში შეიძინა მან ცნობილი ზედმეტსახელი კაკადუ. სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად მზადების პერიოდში დავით მაჭავარიანი არამხოლოდ კაკადუ გახდა, არამედ თავისი პირველი ჯგუფით, სახელწოდებით Out of Need ჩამოაყალიბა. ვიღაცა რაღაცას რო იზამდა, ცოტა ისე რომ პატარა გეხამუშება თვალში, ეგრევე ვიმეორებდი, მე იქვე ვხატავდი. ან ვხატავდი და მე ვიმეორებდი. მოკლედ მაგათ ინფორმაციას, რომელსაც გამოსცემდნენ, ცოტა ისე რომ შემოგემახამუშება თვალში, იმას ვითვისებდი აუცილებლად და მე ვიყენებდი სხვადასხვა ნახატებში თქვა და რაღაც. მასა დამარხეს კაკადუ, არაფერი. იდგა ძიმა ოცხელი და იდგა ვენერა.
ვენერას ტორსი ხო იცი რომელი ეს რაღაცნაირად როდეს და ძიმა მოვიდა და აიო შო ვენერა ვიცი როგორი არისო აი ესეთ გასწრო რაღაცნაირად და მე ნუ აი ძიმამ რომ აი ეს ხელები აი ეგ დაილაგა და რაღაცნაირად დადგა აუცილებლად უნდა გამეკეთებინა და აუცილებლად ძიმას გვერდზე მივუდექი ვენერა ძიმა და მეც მივუდექი და ესე დავდექით შენო კაროჩე კაკადუ ხარო ხო მაგრა გამიტყვინ არის ბიჭო შენ კაკადუ და ყველამ კიო შენ და აი იქიდან მოყოლებული ეს მომეწება და всё მარა აი ყველაფერი ეს მოხდა აქ 2 წლის განმავლობაში გავიცანით ერთმანეთი 2 წლის განმავლობაში შევქმნით ჯგუფი დავიშალეთ 2 ჯგუფი მოხდა აი Mothers of Monday და ჩემი ბენდი ჩვენ ბენდს პირველს ერქვა Out of Need იმიტომ რომ ვიცოდით რომ არავის არ ჭირდებით და ჩვენთვის ვახურებთ უბრალოდ რა მოგვიანებით კაკადუჯე რეაქტიული კლუბის მამამთავარ კოტე ყუბანეიშვილს შემდეგ მაშინ ჯერ კიდევ განსხვავებულ რიტმებზე ორიენტირებულ ნიაზ დიასამიძე შეხვდა. ამავე პერიოდში იგი სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად რამდენიმე სამამულო ფესტივალზე გამოჩნდა, მათ შორის ლეგენდად ქცეულ ხელებზე და ამაზე, ანუ ავანგარდული მოდის ასამბლეაზე. მალე კი ისიც აღმოაჩინა, რომ მას საკუთარი მსმენელიც ჰყავდა. 33-ია შედგა 33-ში პირველი ნიაზას ძმაკაცი მეზობელი ზურა რომელთანაც ერთად უკრავდნენ ზურა უკრავდა ბაზე მე უცებ მოვედი და დავაყენეთ ბარაბანი დავაყენეთ ერთი პატარა კომბი და 33-ია დაიწყო მაქედან ერთხელ იყო ეგეთი შემთხვევა რომ გამოვედი სცენაზე რომ გამოვედი ხალხი ვინც იყო ქვევით რაღაცა ჩიერობდა რომ კაკადუ სცენიდან და ტიპი კაბუსთან ერთად ვიყავი მაშინ რაღაცა ვიღაი იყო ეგეთი არ ვიცი მე უბრალოდ რაღაცა მომწონდა რომ ეს რაც შიგნით მოდის რაც მოდის იმას გავცემ ბოლომდე და რასაც ვიხარჯებოდი სულ თავიდან ბოლომდე საბოლოოდ შემეძლო ერთი 4 საათი რომ გავჩერებული მე მაგრამ ეს მაშინ პატარა ვიყავი და 10 წლის წინ რაც შემიძლია ახლა ეგეთი რაღაცა ეს ის ადგილია სადაც 1995-97 წლებში ქართული ალტერნატიული ხელოვნება ვითარდებოდა ცხადია მუსიკალური ექსპერიმენტების გათვალისწინებით ამავე ადგილზე ჩატარებულ იმპროვიზებულ კონცერტებზე სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად კაკადუსაც უსმენდნენ მე ყოველთვის ბევრს უკრავ რა თუ სარმე ორ ჯოქს ხედავ ეგრევე ვცდილობ რომ ძალიან ბევრი რაც შეიძლება უფრო მეტი რა თქმა უნდა ცუდია მაგრამ ან კარგი არ ვიცი ეს როგორც ხდება ხოლმე რა მანქანით მოვიტანდით რაღაცა აი მას რა ქვია დინამიკებს ბარაბანს გიტარები ხალხი მოვიდოდა ბევრი არაღი და ვიჭიქით და რაღაცა და აი ესე იმაშებოდით როგორ ერთობოდით აქ მე პირველი სიყვარულის გამეხსნა და ისეთ 16 წლის რო ხარ და პირველი სიყვარული გეხსნება მაშინ უკვე 24-ში მე უკვე 17-ის ვიყავი 21-ში გავხდი 17-ის და ნუ ახალი ცხოვრება დამაიწყო მაშინ აი ესე იგი ესე იგი ესე ხდებოდა არ ვიცი ხა იქით იყო რაღაცა ოთახი სადაც მე რაღაცა შევედი შევანგრიე ის გოგოსთან ერთად რაღაცა შევვარდით და იქ ვიყავით და თურმე ვიღაცების ოთახი იყო არ ვიცოდით და ამ ვიღაცებმა მე მოვიდნენ და დააკაკუნეს ძალიან ვსტილობიანად და კაკადუ შენ ხარო მეთქი მე ვარ მეთქი მაშინო კარგიო და წავიდნენ სხვადასხვა კონცერტების გარდა დათო მაჭავარიანს კინოსთანაც ჰქონდა შეხება. მის ანგარიშზე 2 ქართული ფილმისთვის შესრულებული კომპოზიციებია. ამჯერად კი იგი ხელოვნების სხვა განზომილებაშია გადასული და პანტომიმაზე შეყვარებული რეჟისორის კახა ბაკურაძის მიერ სადათმო პროცესში მყოფი სპექტაკლისთვის ლაბირინთი მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავს. ამავე სპექტაკლს მაყურებელი მალე სამეფო უბნის თეატრში იხილავს. ძალიან მინდოდა გაფორმება ცოცხალ მუსიკასთან თეატრის, იმიტომ რომ ამერიკაში ვიყავი პატა ციკური შულთან ერთად თეატრში, სადაც არის ირაკლი კავსაძე და აი სასტავი რომელსაც დადგეს ძალიან მაგარი რაღაცები და სულ ეუბნებოდი რომ მოდი მეთქი რაღაცა ცოცხალი მუსიკა და რაღაც პანტომიმა. რაზეც სულ მეუბნებოდი რომ მაიცა და ნუ მოდიოდა ყანჩელის დისკები, მოდიოდა ახლა სადმე და სადმე მომერტაჩი. აქედან გამომდინარე ჩვენ აქ აი ესეთ რაღაცებს ვაჩხაკუნებთ ხოლმე პატარა ზარი, აი ჩემი ურთიერთობა ინსტრუმენტთან ახლა ხო მაგარია. ნიაზასთან ერთად ვიმუშავე გოგა ხაინდრავის ფილმზე ოცნებების სასაფლაო. მეორე იყო გიორგი შენგელაია, ირაკლი ჩარკვიანია უკეთებდა საუნდტრეკს, ეგეც იყო ორფეოსის სიკვდილი. რაღაცა სულ ახლოს სიკვდილთან ვარ, ხო? თან ცხოვრობდი ბოლო რამოდენიმე წელი ცხოვრობდი სასაფლაოსთან. მართალია ნოტები დღემდე არ იცის, მაგრამ თვლის რომ ისინი არც სჭირდება, რადგან დასარტყამი ინსტრუმენტის ის სახეობა, რომელზეც უკრავს, მას ისედაც ემორჩილება. თვლის რომ მუსიკის მიმართულებით იგი პროფესიონალი არ არის და არც იქნება. პროფესიონალიზმი მისთვის უფრო მხატვრობას უკავშირდება.
დათო მაჭავარიანს მხოლოდ მუსიკოსად კი არა მხატვრადაც იცნობენ. სწორედ მას ეკუთვნის ჯეოსელი ჟურნალებში ცნობილი კომიქსების სერია. მama ეს რა არის? ეს ხო ტიპია რაღაცნაირი. აჰა, კაი. გაწვდე რა ცხელი თარგავი, იქედან ნაკო ცხელი. არა, ხო ხტები, აი ეს არის ჩიტი რა. ეს ჩიტია რა, აი თვალი. აი ცხვირი, აი რაღაცა ცხელი, მაგრამ ეს მე ტიპია რა. ხო და ეს რატომღაც მე ვარ. ეს მეგობრის სახში ბავშვი სათამაშო წამოვიდა უკან და დაუბრუნა. იმიტომ რომ просто специально для TSN. Специально для маэстро. ეთერში ისევ კვირის ინფორმატორია. ოზი ოსბორნის და მისი ოჯახის შესახებ შოუ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და როდესაც გადავწყვიტეთ მაესტროს ეთერში შეგვექნა მსგავსი პროექტი, ძალიან დიდხანს ყურადღებით ვფიქრობდით, ვინ იქნებოდა პირველი. ვინც ძალიან ახლობელი და საყვარელი გახდებოდა ისევ როგორც ტელესერიალის გმირები ქართველი მაყურებლისთვის, როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც და ვინც აბსოლუტურად გაითვალისწინებდა ქართულ მენტალიტეტს და უკვე ფაქტი სახეზეა ერთი თვის განმავლობაში თქვენ ირაკლი ჩარკვიანს და მის ოჯახს უყურებდით რეალურ სერიალში და დღეს გონი ყველაფერი ვიცით უკვე ამ მართლაც უნიკალური წყვილის და მათი პატარა ნანას ცხოვრების შესახებ. ამ საღამოს ამ სტუდიაში რეალურის დასკვნითი ნაწილი გაიმართება, ანუ თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენთან და სტუდიაში და შეკითხვები დაუსვათ ირაკლის და ქეთათოს, ან SMS-ის საშუალებით გამოგზავნოთ ეს შეკითხვები და აქვე სიურპრიზის გელით რეალური შოუს მორიგ გმირსაც წარმოგიდგენთ სიუჟეტის შემდეგ. ზუსტად 35 დღის წინ მაესტროს ერთგულ მაყურებლებს ოჯახის ახალი წევრები შეემატათ. ირაკლი ჩარკვიანი, ქეთათო, პატარა ნანა, ხმაურიანი კაფკა და მორიდებული შიში მოულოდნელად შემოიწყნენ ჩვენ სახლებში და მოურიდებლად დაიწყეს თავიანთი ოჯახური პრობლემების გარჩევა. ნასკები სად არის გამაგებინი აქიდო შავი ნასკები და ალაგე და ვეღარ პოულობ მე. ან ახლები მომერამე. სპეციალურად ჩართო. კაფკა, უძირცხილო, ბაშ ხელი მინდა გამოაჭარო, მოიჯენა. აი ეს დამალცაგია, რამბობი კაიძარია. მოკლედ მაესტროს ეთერში კიდევ ერთი ახალი გადაცემა, რეალური გავიდა, რომლის რეალური გმირები ის ადამიანები იყვნენ, ვინც არ შეუშინდა კრიტიკულად განწყობილი ქართველი მაყურებლის აზრს და ვისაც ეყო ნერვები იმისთვის, რომ რეალურის კამერის გამუდმებული თვალთვალი ერთი თვე აეტანა. Проговор дорогой кино фонд, семейный портрет интерес. Сколько ты ешь, ну аудиш, ну что такое, оставь, ну правда, ну. ასე რომ ქართულ სატელევიზიო სინამდვილეში რეალური შოუს დრო მოვიდა. ესაც უნდა შეგვეციოს ლომისის ბანდი, თავს შემომიერთდეთ. ხოლო მათ ვინც შეუერთდნენ და აქტიურად ჩაებდნენ რეალისტური შოუს სერიების ყურებაში, ბევრი საინტერესო ფაქტიც დააფიქსირეს. მაგალითად, ის რომ რეალურის პირველ რეალურ სტუმარს ყველაზე მეტად ირეალურ სიტუაციებში უყურს ირეალურ ხალხთან კონტაქტი. რამდენი გათეული კაცი უნდა გამოვასალმო სიცოცხლეს. რის საკაი. გადავეჩი ბავშვები, ხან სონი თამაშობდი, ხან სეგას, ხან აი ამას. სხვათა შორის პირველი კონფლიქტი მოსიყვარულე მამაშვილს შორის სწორედ ამ საგნის გამო მოხდა. აი მე. ბავშვმა გამითიშა კომპიუტერი, ხო? ნანა, რა შევიდო? რატო გამითიშე? შვილო, კომპიუტერი მე რამდენად მიკეთებ კომპიუტერი? ტექნიკის მიმართ ნანას ინტერესი ამ ინციდენტით არ ამოწურულა. 35 დღის განმავლობაში მან რამდენჯერმე დაკარგა ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი და დედმამის მობილური ტელეფონები. ჩემი ტელეფონიდან დამერეკე რომ ვიპოვო ჩემი ტელეფონი. ნელ-ნელა პატარა ნანა მეტად დამოუკიდებელი ხდებოდა. რა გადაწყვიტა ამ ბავშვმა ყველაფერი თავისით მიიღოს? და ბევრ სიახლესაც ითვისებდა. ნანა, ირინა. სიფათი გააკეთე, ვაიჭიკიდა, ვაიჭიკიდა. დაბა იმღერე. ნანა იმღერე.
ხოლო პატარა ნანას ტირილის ორიგინალური მანერა და განსაკუთრებით ხმოვანება შეიძლება ითქვას, რომ რეალურის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა. ამ ერთი თვის მანძილზე ჩარკვიანების ოჯახში, რა თქმა უნდა, არასტანდარტული სიტუაციებიც შეიქმნა. Раშვები ბიჭო რა. ხილათი. მაინც აბა რა პრობლემა. მოგწერან ტრაპა გავხილოთ. ამე გაჟე აიღოს. არის პეჩის და იყო რადიკალური ცვლილებებიც. მოკლედ ნელ-ნელა ჩარკვიანების ოჯახით შეეჩვია კამერას. დედა. ნანა, კამერა შენი დედა? კამერა ჩემი დედა და კომპიუტერი მამაო. და პირიქით, მაყურებელი ჩარკვიანებს. შევეჩვიოთ, იმიტომ რომ ყოველ დღე გვიწევს ყურება, ყოველ საღამოს გვაინტერესებს რა საკეთებს იქ ბავშვით, რაღაცა, ნუ რა საინტერესოა რა. ბავშვი ძალიან მოგწონს. ბავშვით ვარ დაფრთხოვანებულები. მე იაკი ჩარკვიანს ფანი ვარ, ძალიან მომწონს. ქეთათა უფრო მომწონს მე. მომღერალი გონია რაღაც ისეთი რაღაცა უკარებაცი, მაგრამ თუ შეულებრივი ადამიანია მამა, რა ვიცი. მუსიკალურ ოჯახში რა თქმა უნდა მხოლოდ ყოფითი პრობლემებით არ ყოფილან დაკავებულნი. ამ პერიოდის განმავლობაში ამ კედლებში ბევრი საინტერესო მელოდია დაიწერა. ამ სიმღერის რაგავს სიყვარულზე მეტი შენს ხვას გავხარ სხვადასხვა ირაკლის ჰიმნის დაწერის ექსკლუზივით ფლოდ კაფკა არ გაუთამამებია. სპეციალურად ნანასთვის შეიქმნა ორიგინალური ჟღერადობის იავნანაც. ჩემი გოგოს თვალები რომელზეც უნდა ითქვას, რომ ბავშვს არც ერთხელ არ დაუძინია. ეს ლამაზი თვალები ასე ამოიწურა გადაცემა რეალურის რეალური დრო 35 დღე. ჩვენ კიდე მალაცი რა შოუსაც რო უძლებთ ამ ბავშვსაც ერთად გარში. მეგლე მე ძას კატას ლენინის ორდენი უნდა დავიკიდო მე და შენც უნდა დაკიდო. და ასე მიუახლოვდა დასასრულს ზოგისთვის საინტერესო, ზოგისთვისაც კი დამღლელი შოუ. რა ვიცი, რაში საინტერესოა ვიღაცის ცხოვრება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხშირად მაყურებელს კარგად დადგმულ სიტუაციებზე და შეთხსულ ისტორიებზე მეტად შეულამაზებელი რეალობა აინტერესებს. კოსმიტა გეხოთ თქვენი ირაკლი რეალური ჩარკვია. ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე ჩემ სტუდიაში იმყოფება ჩარკვიანების წყვილი და პირველად გადაცემა რეალურის მორიგი მსხვერპლი გიორგი ყიფშიძე საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ირაკლი, როდესაც მე ვიტყვი დავასრულებ გადაცემას და ვიტყვი ღამე მშვიდობის ერთგვარი სევდა შემიპყრობს, იმიტომ რომ რაღაცა იმდენად მიგეჩვიეთ, რომ უკვე რეალურის პერსონაჟებად ვეღარ გნახავთ ჩვენს ეთერში, მე დარწმუნებული ვარ, ესევდა თავიდან მაყურებელსაც ექნება. რა იქნება თქვენ შემთხვევაში? დაისვენებთ კამერისგან თუ მაინც გაჩნდება რაღაც სიცარიელი. ნუ რა არის, ეხლა მაინც ჩვენ ყველა მსახიობობად ფაქტიურად იმპროვიზაციას მაინც თუ ვიღებთ რაღაცა სხვა ჩვენ ვიღებენ, ან ჩვენ ვიღებთ, ანუ აი ეს პროცესი მაინც თუ მიდის.
ამიტომ ახლა ფაქტიურად თუმცა ეს მუდმივად თამდევი კამერა აღარ გეყოლია. ნუ რა ვიცი, ახლა მუდმივად თამდევი კამერაც პრინციპში ახლა მე მართალი მე მაინც სულ ვიღებ რაღაცებს და ანუ ეს კამერა სულ მოძრაობაშია ჩვენთან სახლში ან ხანხანა იღებს. ერთად ნუ სულ ვიღაცა იღებს. ამიტომ პრინციპში ეს კამერა რაღაცნაირად ძალიან ესე ცხოველივით არის ჩვენთან შინაურ ცხოველია კამერა ჩემი და ამიტომ ეს პრობლემა ფაქტობრივად ერთადერთი რა თქმა უნდა გულდასაწყვეტი არის და რაღაც სენტიმენტალური რაღაც გზნობები გაჩნდება იმ თვალსაზრისით რომ თვითონ მაყურებელი რომელსაც ჰქონდა შანსი რომ შემოსულიყო ჩემ პირად რაღაც ცხოვრებაში და ყოფილიყო თანამონაწილე ამ პროცესის უკვე ვეღარ გახდება ამ პროცესის თანამონაწილე და უბრალოდ ახლა ის გარკვეულწილად გამხელილი რაღაც ჩვენი საიდუმლოება ისევ შეიკუმშება და იქცევა რაღაც გარკვეულ საიდუმლოებად რომელიც უკვე რაღაცნაირად უკვე გაუგებარი იქნება. ანუ ამას უკვე ვეღარ გაიგებს რა მოხდება. გვეგონა მიუწვდომელია და აღმოჩნდა რომ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ხო, ჩვეულებრივი ადამიანი არის, იცი რა, ყველა, მაგრამ აი მთელი ადამიანის ცხოვრება იმაში მდგომარეობს, რომ შენ ფაქტობრივად როცა აკეთებ ხელოვნება, შენ აკეთებ რაღაცა არაჩვეულებრივს. ანუ ის არაჩვეულებრივი ყოველდღე ხდება, რა თქმა უნდა. და რაც არ უნდა შენ ესე ბანალურად აჩვენო ეს დღეები, ამ დღეებში ყველა დღეს აქვს თავისი რაღაც გარკვეული, აი ესეთი როგორ გითხრა, საიდუმლო. და ეს საიდუმლოები ყოველ დღე ჩვენ ამ საიდუმლოებზე პირდაპირ ღიად ლაპარაკობდით ტელევიზიის საშუალებით და ეხლა უბრალოდ ეს ვაკუუმი გაჩნდება, რომ ჩვენ ამ საიდუმლოებზე აღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენში ეს საიდუმლოები უფრო დაგროვდება და უფრო სხვა სახეს მიიღებს და ეს ტრანსფორმაციები მოხდება. ამიტომ ყველა შემთხვევაში აუცილებელია, ხო, შექსპირის all's well that ends well, всё хорошо, что хорошо кончается, გადავთარგმნე, იმიტომ რომ რა, უნდა გათავდეს აუცილებლად ესეთი შოუ, უნდა დაიწყოს, უნდა გათავდეს, მაშინ არის ეს შოუ საინტერესო და მე მგონია რომ ძალიან კარგად დაიწყო და კარგად დასრულდა ჩემთვის. აი გიორგი ალბათ მაინც ელოდება ეხა გამოცდილების გაზიარებას ერთგვარ რჩევებს თქვენგან. რჩევები მომცა უკვე რჩევები ეს ანამე ხარ. თუ საიდუმლო არ არის მაყურებელსაც გავანდოთ რა იყო ეს. არა, ეს საიდუმლოა, იმიტომ რომ თუ გითხარით დავიწყებით. გიორგი, რატომ დათანხმდით ამ შოუში მონაწილეობაზე? როგორ გონიათ, არაფერია ისეთი, რასაც კამერის წინ არ მალავთ. ჩვენს ობიექტებს მართლა არაფერი არ ეპარება. არა, იცი რა, როგორ არა დასამალეს მეტი რა არის გას კამერის ხო, მაგრამ მაინც მეტყობა, მაინც მე თავისავს აკონტროლებ, ხო? გინდა არ გინდა რაღაცა შეიძლება, რაღაცა ნახო, რაღაცა არ შეიძლება. მაინც შეთვის რაღაც ცენზურა გააქვს, ხო? მაინტერესებს რა მხრივ ხა მეც პრინციპში იგივენაირად ვარ, სულ გადაღება რაღაცა მიჩვეული ვარ ამ ვიცნობ ამ ინსტრუმენტს, მიყურებს ხოლმე ხანდახან თვალიც გამივდის, რაც არ შეიძლება, ხო და ცადე ჩემი თავი მინდა გამოცადო, რამდენად შევძლებ აი დოკუმენტალურად ჩემი თავი, რა ვიცი, იგივე როლია, ხო? ოღონდ ჩემ თავს ამაშო ამ შემთხვევაში. საინტერესოა, იმდენად რამდენადაც უნდა ითამაშო რაღაც, ამ დროს არაფერი არ უნდა ითამაშოს, რეალური ოქრია გადაცემას, უბრალოდ უნდა იყო იცხოვრო, ხო? აქ რაღაც სპეციალური თამაში, ეს მოვეტო ის გამოდის. და აი მანდ არის ზუსტად ის რაღაც საინტერესო ხაზი და შენ პრინციპში არ თამაშობ იმდენად რამდენად თამაშობ და ძალიან ცუდ ხასიათზე თუ ხარ, მაინც და მაინც არ არის საჭირო ამის ჩვენება, ან შეიძლება ცუდად იყო, ავად იყო და არ უნდა აჩვენო მაინც და მაინც ეს ნეგატიური. აი თქვენ როგორ ზიასახლით არ თამაშობთ, აი არის რაღაცა მომენტები სახლში, როცა ძალიან გეზარება ყველაფრის გაკეთება, იქ საწოლის გაკეთება, საჭმელი ერთთვის განმავლობაში უსინდის რობას და მე არაფერი არ გაიგე. არა, იცი რა არის, მე ერთ-ერთი აი ცოტა ის გამიჭირდა რომ ვიყავ საკმაოდ ისე გაციებული და რომ მაქსიმალურად მეთამაშე რომ ვარ კარგად. გაციებულზე გამახსენდა ხელს ხომ არ იშლით. გაციებულზე გამახსენდა როგორ არის ნანა. მე ვიცი რომ აუცილებლად მოგიწევ ტელეფონის გამოთვლა, იმიტომ რომ ნანას იმდენი ფანი გამოუჩნდა, ასაკოვანი ქალბატონების სახით ისინი ჩვენთან რეკავენ და კითხულობენ თვალი რატო აქ დალურჯებული ხო აღარ აქვს სიცხე. როგორ არის ნანა? მე ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ გადაცემა როგორ არის? ეხა ძინავს და აღარ წამოიყვანე, მაგრამ გაციებული არის და ცოტა ახველებს. ერთადერთი ეს სიცხე არა აქვს. და ასე რომ მე მაინც გონია რომ ხვალ უკვე სასეირნოდ შეიძლება მისი გაშვება 1 საათით რომ ცოტა ჰაერი ჩაისვო თქოს იმიტომ 2 საათი უკვე არა კამერის რეჟიმში არამედ ჩვეულებრივად ჩვეულებრივად ხო აბა რა გიორგი თქვენ როგორც მაყურებელი რას ფიქრობთ გაამართლა პროექტმა გაამართლა კი არა საერთოდ ამართლებს ესეთი პროექტები იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ერთ-ერთ არხია რუსულ არხზე არის დომ2 და შემთხვევით ერთხელ ნახე მე მეორე დღეს გამახსენდა რომ იმ დროს დაემთხვა რაღაცა და მე ისე ხშირად უყურებდი კი არა მე რაღაცებს ვთავდი მეთქი ეხა იწება და ვთავდი და უყურებდი მე და ჩემი მეუღლე და
ისე ჩავერთი ამ ცხოვრებაში, ამ დროს ძალიან ჩვეულებრივში, არაფერი აიღებდა, აი დალია, დადგა, წავიდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. რატომღაც მაინტერესებს, რატო არ ვიცი, რაღაც ფსიქოლოგიური ვიღაცამ გამოიგონა ისეთ მოწმეება. თქვენი მეუღლე რამდენად ადვილად დაიყოლიათ პროექტში მონაწილეობაზე? ვერ დავიყოლიე, ხომ თან უნდა დავიყოლიო. რთულია. რატო შეიძლება იყოს უარი? არა, უარი არ იქნება, უბრალოდ კომპლექსი კი არა, უბრალოდ ნიპრიადნი გზნობა ექნება უკაცრავად ამ სიტყვისთვის. მიუჩვეველია და იმიტომ რომ მეორე მხრივ აი შოუს პლუსი აქვს რომ შენ შეგიძლია პრინციპში შენ თავზე სერიოზული კორექცია აწარმოო, შენ თავის კორექცია აკეთო და ფორმაში იყო და პრინციპში გაგეცინება რამდენად კარგი შეგიძლია იყო, რამდენად ცუდი შეგიძლია იყო, რამდენად შეგიძლია ითამაშო, რა არ უნდა ითამაშოს. სერიოზული ესეთი გაკვეთილია. არა, ყველა შემთხვევაში მე პოზიტიური რა თვალსაჩინო ისე შე როგორც მსახიობი ყველა შემთხვევაში იზრდება, რომ მსახიობი მე გულისხმობთ ადამიანი, მსახიობი პირდაპირ მარტო მსახიობს არ გულისხმობ. იზრდება, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია რომელიც გიბრუნდება უკვე აი ფილტრიდან გამომდინარე რაც არის უკვე აი მასა ფაქტურად ხალხის, ხო? შენ უფრო გიბრუნდება ძალიან ისეთი ზუსტი ინფორმაცია შენ საკუთარ თავზე. ამიტომ ეს ზრდას ფაქტობრივად აჩქარებს სულიერ ზრდას ადამიანის. ის უფრო მეტად ფიქრობს საკუთარ თავზე და ამ თვალსაზრისით ყველანაირი ტიპის ადამიანისთვის, რომელიც ახლა ნუ შოუ ბიზნესშია, ასე ვთქვათ, ნუ ახლა მე არ გულისხმობ ადამიანს, ვინც ახლა აბსოლუტურად განსხვავებულ საქმეს აკეთებს, იმათთვის შეიძლება აბსოლუტურად გაუგებარი იყოს ის, რაზეც ახლა ამ თვითას მე ვლაპარაკობ, მაგრამ ვინც ბიზნესშია იმათ მას უყოლა მიცის რომ ეს ძალიან კარგია იმისათვის რომ შენ ფორმაში იყო. ანუ თუ ბიზნესში ხარ შენ ფორმაში უნდა იყო. შენ თუ ყიდი შენ პროდუქციას, ანუ ყიდი შენ თავს, შენ რაღაცნაირად ყოველთვის გარკვეულწილად უნდა იყო ფორმაში და ამისათვის არის შესანიშნავი ეს გადაცემა. მე მანიშნავე რომ მაყურებელი ყავს ხაზზე საღამომშვიდობისა გისმენთ. საღამომშვიდობისა მოგესალმებით სულ ყველას. მე უფრო კითხვა არ მინდა დაგისვათ, მე მინდა რაღაცნაირად ჩემი დამოკიდებულება გამოვყადო. აი ეს უფრო საინტერესოა. არ მესმის. ბატონო? ეს უფრო საინტერესოა ჩვენთვის. იცით ძალიან მოხარული ვარ რომ მსგავსი გადაცემა გაჩნდა მაესტროს ეთერში. იცით მე ყოველთვის რაღაცნაირად დიდი ფანი ახლა თუ შეიძლება ასე ითქვას ირაკლი ჩარკვიანის როგორც პიროვნების მიმართ არ ვიყავი, თუმცა მსმენელი ვიყავი მისი შემოქმედების, მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ ირაკლი იყო ძალიან ცივი და ესეთი უკარება ადამიანი და სწორედ აი ამ შოუს შემდგომ აღმოვაჩინე რომ ის საოცრად ფილია, ის არაჩვეულებრივი მამაა. მას ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. და ამიტომაც მიმაჩნია საერთოდ რომ მსგავსი გადაცემები უნდა არსებობდეს რომ ხალხმა უკეთ გაიცნოს ის ადამიანები ვინც ასე თუ ისე მაინც ჩანს და ვინც უყვართ ადამიანებს და მე ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეგეთი გადაცემა არის და ძალიან მიხარია რომ უფრო ახლოს გავიცანი ეს ადამიანი და მისი ოჯახი და ძალიან მიხარია აგრეთვე რომ შემდგომი თქვენი ასე ვთქვათ გმირი იქნება ეპიზოდების წარმომადგენელი და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა ზარი. აი ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ ეს შვენიერი ტელემაყურებლები გვყავს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უმრავლესობა ადამიანებისა, რომლებიც მირეკავდნენ, აი იყო ისეთი ძალიან პრინციპში ხანში შესული კონტინგენტიც კი ადამიანებს, რომლებიც უკვე გადაცილებულია 70 წელს. ისეთი რაღაც სიამოვნებით მირეკავდნენ და მეუბნეოდნენ რომ აი ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ, რა კარგია, რა სუფთა არის ეს ნამდვილი თბილისური, აი რაღაც ოჯახი, რომელიც ესეთი ნორმალურია, ესეთი ინტელიგენტურია, იმდენი კომპლიმენტები მივიღე მე თვითონ რომ ამ კომპლიმენტებს არ მიღია. იმიტომ ადამიანებს მაინც აინტერესებს, იცი რა, ძალიან უბრალო რაღაცები, ყველა იმიტომ ჩვენ ყველა ძალიან უბრალოები ვარ და რამდენადაც ხო შენ უფრო ნიჭიერი ხარ, მით უფრო უბრალო ხარ რატომღაც ესეა, იმიტომ რომ მით უფრო ხსნადი ხარ, მით უფრო გასაგები ხარ ყველასათვის და არანაირი ხო დიდი საიდუმლოებები არ აქვს, იმიტომ იდუმალება და საიდუმლოებები თუ გაქვს, რომ ეს ყველაფერი სცენაზე ხდება, ან ხდება შენ ნაწარმოებებში, მაგრამ ცხოვრებაში ჩვენ ყველა ძალიან ჩვეულებრივები ვართ, ყველა ვსვამთ ყავას და ყველა ვჭამთ ჰერკულეს. უბრალოდ გიორგის შემთხვევაში რაც ძალიან კაი არის, მე რა მომეწონა, რომ მაესტრომ რაღაცნაირად ძალიან ზუსტად მე მგონი ყველა ძალიან ზუსტი კი, ძალიან ზუსტი იყო, რომ გიორგი არის, იმიტომ რომ ზურა არის ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც აი არ ვიცი, მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ისეთი მსახიობია საქართველოში, ვინც ოდესმე ყოფილა ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მე გამოვარჩიოთ და გიორგი თვითონაც მსახიობია, ანუ გიორგისთვის ეს იქნება უბრალოდ მშვენიერი დრო,
როცა ის წარმოაჩენს, ანუ ითამაშებს თავის საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამაზე მშვენიერი არაფერი არ ახლა. მსახიობს არ ცხოვრობ ხშირად პრობლემას, საერთოდ რაც ავალებენ რომ შემდგომ ითამაშო ესეთი როლი და ის ადამიანი და ისეთი უნდა იყოს და შოუ ბიზნესში, ანუ აი მუსიკაში ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ყოველთვის თამაშობთ საკუთარ თავებს. ამიტომ აი ამ შემთხვევაში გიორგის ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ფაქტიურად ის გაიგებს რაღაც დონეზე იმ ციკლს, რასაც გადის ჩვეულებრივი დავუშვათ მუსიკოსი, რომელიც ამ ბიზნესშია, იმიტომ რომ ეს ყოველთვის თავის თავს თამაშობს. ამ ხრივ ძალიან საინტერესო იქნება და გადასვლის თვალსაზრისით მე მგონი ძალიან საინტერესოა. ამიტომ ოჯახ მაესტრო. ისე მაყურებელი ყავს ხაზზე საღამოშვიდობისა გითხრა. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით ირაკლი ქეთათო, ჩვენს ახალ სტუმარს გიორგის და ჩვენი ოჯახის წევრს ალბათ მომავალს. ირაკლი ქეთათო, მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივები ხართ, გიყურებთ უკვე ერთი თვის განმავლობაში. პატარა ნანა, ლამი კი არა და ოჯახის წევრია. რა ვიცი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესე შეგვეყარეთ თავი, უფრო კარგები ხართ ძალიან. დარწმუნებული ვარ, გიორგიც ასევე შეგვეყარებს თავის ოჯახთან ერთად თავს, არაჩვეულებრივი ოჯახის შვილია და დიდი მადლობა მაესტროს, რომ გიორგი არის შემდეგი მორიგის სტუმარი. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. თუ აპირებთ კონცერტის გამართვას ირაკლი უახლოეს მომავალში სოლო კონცერტზე მაქვს საუბარი. მე რა თქმა უნდა ქეთათოს უკვე ცალკე წარმოვიდგინე. აი ესე პირდაპირ არა მაქვს დაგეგმილი მართალი რომ გითხრათ, მაგრამ აი ხო ალბათ წლის დასაწყისში გამოვა სინგლი ჩემი ახალი ალბომიდან, 3 კომპოზიცია და ალბათ აი ამ სინგლთან ერთად მე კიდე ერთი სინგლი და მე უკვე ალბათ კონცერტი იქნება, რომელიც პრეზენტაცია ასე ვთქვათ ახალი ალბომის. და ეს ალბათ გაზაფხულზე მოხდება ყველაფერი, ასე რომ კონცერტიც იქნებოდა პრეზენტაცია ახალი ალბომის. ესმე შეკითხვები მოდის, ქეთათო რატომ გადაიპარსე თმა? გადავიპარსე, იმიტომ რომ საერთოდ აი წელიწადის ამ დროს მიყვარს მოკლე თმა, რატომღაც ესე დამებედა, თან მეზარებოდა ყოველდღე კამერის წინ თმების კეთება და თან რა ვიცი, რაღაცა უფრო და თან მე გადავიპარსე, მე ცენტრალე, მე სულ მე მეუბნოდა, ხო და შე რატო გადამპარსე თვა? მაშინაც მანამ თუმცა სულ საყვედურობდით, ხო? რატო გადამპარსე თვა, ხო აი ადამიანი. ხო, მაგრამ ეს ხო რაღაც გამიაძიუვას, ყოველდღე არ ჭირდებოდა თმების მარცხდა და მე ურჩიე თავიდან ეკეთო 1 საათი ახლა სარგესა. რა არის საჭირო? შეიძლება იგივე 20 წუთი. გიორგი, როგორ გონიათ, რას შეცვლით, აი რა იქნება რადიკალურად განსხვავებული ჩარკვიანების შოუსგან? განსხვავებული ის იქნება, რამდენად განსხვავებულებიც ვართ ჩვენ თავისთავად, უფრო განსხვავებული იქნება. აი, სწორედ აი რაშია ეს განსხვავება? პროფესია, პროფესიაც, ხასიათით რა თქმა უნდა, სრულად განსხვავებულები ვართ, ხო? თქვენ ამბობთ, რომ ხშირად გაქვთ გადაღებები, უფრო დინამიურად ხო არ წავა თქვენი რეალური? არ ვიცი, მე არც არ ვეცდები. ერთერთებით არ ვეცდები, ხო? მე ვიქნები ისეთი, როგორც ვარ, უბრალოდ ამ უფრო სწორედ მე მინდა რომ ესე ვქნა ყოველ შემთხვევაში. რომ იმ რიტმში ვიცხოვრო და ისე ვიმოძრაო და არ ვირბინო არც არ მეჩქარებოდეს და ვიარო იმ ტემპში, იმ რიტმში როგორც სხვაქამდე ვიყავი. ეგ ამას აქვს ჩემთვის მთავარი მინუსი და რა ვიცი, როგორი ცხოვრების წესიც მაქვს, დილით რეპეტიცია, საღამოს ყავასო. ბარში მიდივარ, რაღაცა ჩვენ ითამაშო ალბათ ახლა ერთი წელი. ერთი როლის მეტი ხო, მე მიწევს. ხო, რა თქმა უნდა. ირაკლი, ესე მეცეთ რამეს გვეკითხებიან. უბრალოდ დამეკარგა. რა რეაქცია ქონდა იმ მეზობელს, რომელსაც გაზის მილი მოუხსენით აივნიდან? იცი რა არის, მე მგონი საერთოდ ნორმა აღარ უმას უქნია, არ გაუპროტესტებია, იმიტომ რომ იცი რა არის, მე უბრალოდ არც არ გავაკეთებ, ისე რომ ჩემი გამონაბოლქვა ეხლა ისე გავაკეთო, ის რომ ვიღაცა შევაბოლო ასე. და ვიღა ტელევიზორი და იმით. მე არ მგონია რომ ხალხი უფრო კეთილი უნდა იყოს საერთოდ და ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ რომ უფრო კეთილი აი შოუ მაგისთვის იყო კიდე კარგი და აი მე ვნახე რომ გავკეთილ შოუ. ხო, შემიძლია უფრო კეთილი იყო, უფრო კარგი იყო და ასე შემდეგ. და ბოლოს მე ძალიან მაინტერესებს თქვენი ოჯახების აზრი ამ შოუსთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს რა თქვა ბატონმა გელა ჩარკვიანმა თავიდან და რა აზრის არის დღეს და როგორ შეხვდა ბატონი ზურა ყიფშიძე. ამბობს რომ მოუწევს თავისთვის არაჩვეულ ამპლუაში, ანუ არა მთავარ როლში ყოფნა მაინც მოუწევს. ზურა მაინც მთავარ როლში იქნება ზურაში. შეიძლება მეორე ხარეს ხოლმე შეიძლება. ეგ შანსი არ არის ბატონო, გამოსხულია, მაგრამ აქ იქნება რამდენიმე მთავარი როლი. აი მაშინ საქმე გიორგის მთავარ როლში იქნება, ზურას მთავარ როლში იქნება და ასე შემდეგ. აქ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე მგონი და
გელა, ნუ რა ვიცი ხო, გელა ხო ისა რა ქვია, მსახიობია ცნობილი და ჩაურდა ის რაღაცებს ყველოდა ეს რაღაცას ამბობს თუ ამიტომ მე მგონი არ იყო მეოცენერი პრობლემა პირიქით ძალიან სასიამოვნოდ ისე სადილებდი ხდებოდით ხოლმე შაბათობით და ნორმალური პირიქით უხაროდეთ რომ შვილის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ ხო დღეში არა დედაშვილს უხარდა რომ ყოველ საღამოს ანუ აღარ ქონდა ეს პრობლემა რომ ჩემ უნდა მოსულიყო ესა მაგრამ ალბათ ვერც უმალავდით იმას რომ ბავშვმა თვალი ჩამოარტყა არა რა თქმა უნდა მაგრამ ნუ რა საჭიროა დამალვა საერთოდ მე მგონია რომ ადამიანები თუ სუფთა არის ადამიანი ყოველთვის საშინელებას არაფერს არ აკეთებს არაშავებს ვიღაცას არ კლავს არ არის ცუდი და ბოროტი იმისთვის არ უნდა იყოს პრობლემა რომ ხალხმა იცოდეს როგორ ცხოვრობს ის ნუ რა არის ხა დასამალი რომ შენ რა როგორი ჭიქარა ნუ რა აბსურდია პირიქით სასიამოვნოა რომ ადამიანებმა იციან რომ შენ როგორ ცხოვრობ ჩვეულებრივ როგორი ძაღლი ყავს აინტერესებს ხო ნუ რა თქმა უნდა თუ აინტერესებს გადართავს რა პრობლემაა რა შეეხება ზურაყებში ძეცად ზურას ხო არის ისი ხო ზურა ძალიან მძიმე ხასიათის ადამიანია ხო ნუ დამითმო თავისი ნახევარი ყველაფერს არ ვიტყვი ესეთი ადამიანი ხო ყველაფერს ნახავს ეხლა ვთქვი რა მაშინ რა აზრია ძალიან დიდი მადლობა ისურვებ წარმატებებს და გემშვიდობებით უახლოეს კონცერტამდე ან კლიპამდე ან რაღაც აი ეხლა ქეთეთოს კლიპს დავასრულებ და გესტუმრებით ალბათ დიდი მადლობა. კარგად წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ყველას ნახავთ. ზუსტად 1 დეკემბერს მაესტროს ეთერში ისევ ჩვეულ დროს დაიწყება რეალური უკვე გიორგი ყიფშიძესთან ერთად. მე უკვე ამ თვეში გემშვიდობები დეკემბერში ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ახლა კი დაწყედით და უყურეთ თამნა ამანაშვილის კონცერტს. ნახვამდის.